რა არის სულიერება, რა არის სულიერი გზა, რას ნიშნავს იდგე სულიერ გზაზე. ფიქრობ, რომ სულიერებაში ვინმეზე მეტი ხარ, მოდის არკეს ჩაიხედე რა. რომ ვინც ჩემთან მოსულა და მოსულა ათასობით ადამიანი, მოსულა და უთქვამს, რომ მე ვცხოვრობ სხვების შემოთავაზებული ცნებებით, ყველა ცუდად იყო. მოდი მე მოგისმენი ხშირად რა სულიერებაშია რა ხვდები. ხო. ჩემი ფეხები არ გეჩვენება, რომ ეხლა ეს წარმოდგენა მიუღებელი იქნება საქართველოს მოსახლეობის 99%-ისთვის. მიღმიერის არ არსებობს. მიღმიერს რასაც ვეძახით, ცნობიერების გაფართოებული მდგომარეობა მხოლოდავს. სულიერება პროცესია. სალამი მეგობრებო, ეს არის ლევან რამიშვილის პოდკასტი. მეორე სათაურით სოკრატეს კაფე. სოკრატე ამ შემთხვევაში შუაშია. შეიძლება იფიქროთ რა შუაშიაო, მაგრამ შუაშია, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ყველა განათლებულმა ადამიანმა იცის სოკრატეს ჩამჭრელი კითხვების შესახებ, რომელიც ყველაფერს ეძიებოდა. რაც კი შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენო და აქ მე მახსენდება მეორე ადამიანი სოკრატეს ეპოქიდან, შეიძლება ცოტა უფრო ადრე, ბუდა, გაუტამა ბუდა, რომელიც ამბობდა, რომ ეჭქვეშ უნდა დააყენო ყველაფერი, მათ შორის ისიც, რომ ეჭქვეშ უნდა დააყენო ყველაფერი. ეს არის პრინციპი ჩვენი პოდკასტის, ეს არის უკვე მეორე პოდკასტი. პირველი პოდკასტი იყო ძალიან კარგ ფსიქოლოგთან, ტასო გეგიასთან ერთად. და ეხლა მე სტუმრად ვყავს ძალიან ჩემი სათაყვანებელი ადამიანი, დათო კანდელაკი, თავისი საქმის უბადლო სპეციალისტი, იოგი და საინტერესო ადამიანი, რომელთან შეხვედრაც ჩემთვის სულ აღმოჩენებიდან არის დაკავშირებული და დღეს არის დათოს გაწურვის დრო. იმიტომ რომ ანუ მე ვთვლი რომ ქართულ სივრცეს ძალიან აკლია აი ეს ჯანსაღი კამათი ერთმანეთის არ დათანხმება, რა თქმა უნდა ერთმანეთის პატივისცემის ფონზე, ანუ საქართველოში ან ერთმანეთს აგინებენ, ან ყველაფერში ეთანხმებიან და ეს აზროვნებას და არანაირად არ უწყობს ხელს და აზროვნების გარეშე ქვეყნის განვითარება მე ვერ წარმომიდგენია და სულ მახსენდება ამასთან დაკავშირებით 60-იანი წლები, სადაც ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა განვითარდა, იყო უზარმაზარი ნახტომი 60-იანი წლები ჩვენ ვიცით და 60-იან წლებში საფრანგეთში კონკრეტულად განვითარდა პოსტმოდერნიზმად შემდეგ წოდებული ფილოსოფია, რომელმაც შექმნა ეპოქა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით და მისი ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო ჟილ დელიოზი, რომელიც აწყობდა შეკრებებს, სადაც ადამიანები სვამდნენ კითხვას. რა არსებობს? და ეს მსჯელობები, რომლებშიც ყველა თანაბარი იყო, ეს არ იყო მოხსენება, ვთქვათ, ჟილ დელიოზის მოხსენება, ეს იყო მრგვალი წრე, სადაც ყველა ადამიანი თანაბრად მონაწილეობდა, ყველას თანაბრად შეეძლო კითხვის დასმა და აი ეს კითხვა, თითქოს ყველაზე მარადიული და ყველაზე პასუხგამოცემელი კითხვა, ყოველთვის განიხილებოდა უშუალოდ კონკრეტულად იმ ეპოქის ფრანგულ ცხოვრებასთან და ევროპულ ცხოვრებასთან, რეალობასთან კავშირში. იმიტომ რომ და მე ძალიან მომწონს და ვთვლი, რომ ძალიან აკლია ჩვენს სოციუმს ის, რომ ჩვენი ცხოვრება დავინახოთ მარადიული კითხვების და მარადიული ფასეულობების ფონზე და არა უბრალოდ მიმდინარე პროცესების ანალიზით. იმიტომ რომ როდესაც მხოლოდ მიმდინარე ანალიზი ხდება, მხოლოდ მიმდინარე ფაქტების კონსტატაცია ხდება, რასაც აკეთებს ნიუსები და ვთქვათ ესეთი ნიუსებზე ორიენტირებული ტელეგადაცემები, ადამიანებს ეკარგებათ რეალობასთან კავშირი. რეალობასთან კავშირი შეიძლება დაკარგო, შეიძლება გადავიდეს მთელი სოციუმი ისეთ ნარატივში, რომელსაც რეალობასთან კავშირი არ აქვს. ამიტომაც მე მგონია, რომ ძალიან ფასეულია იმის კეთება, რასაც აკეთებდა ჟილ დელიოზი და რასაც აკეთებს მთელი დასავლეთით და მთელი თავისი ისტორიის მანძილზე და ეს პოდკასტიც მე მინდა, რომ აი ამის მცდელობა იყოს, რომ დავინახოთ ჩვენი რეალობა მარადიული კითხვების და ფასეულობების ფონზე.
და რახან შენ ხარ დათო დღეს ჩემი სტუმარი მე მინდა განვიხილოთ ესეთი რაღაც რა არის სულიერება რა არის სულიერი გზა რას ნიშნავს იდგე სულიერ გზაზე და ესეთი ქვეპუნქტი ამისი მინდა იყოს რა იცი ჩემი გადმოსახედიდან მე ორ ნაწილად შემიძლია დავყო ესე იგი სულიერი მიმდინარეობები მე შემიძლია დავყო სულიერი მიმდინარეობები სულიერი ცხოვრება იმ სულიერ პრაქტიკებად რომლებიც აწესრიგებს ადამიანს და სულიერ პრაქტიკებად რომლებიც ადამიანს შიგნიდან აფეთქებს ასე ვთქვათ რომლებიც ადამიანს შიგნიდან პირიქით ურევს ესე ვთქვათ რომ მე შემდეგ დაალაგოს იოგა აშკარად იმ პრაქტიკას მიეკუთვნება რომელიც აწესრიგებს ადამიანს და სხვათა შორის ეხა გამახსენდა რომ ოშო რაჯნეში ჩემი სათაყვანებელი მოაზროვნე ამას საყვედურობდა იოგას და მისთვის ის ამბობდა რომ ოშოსთვის იოგა არ იყო უმაღლესი გზა იმიტომ რომ სწორედ აი ამ მიზეზის გამო რომ ოშო თვლიდა რომ ადამიანს მოწესრიგება კი არ ჭირდება არამედ პირიქით ჭირდება დაშლა ნაწილებად რომ შემდეგ თავიდან აეწყოს იმიტომ რომ ადამიანი ზედმეტად მოწესრიგებულია ისედაც სოციუმის მიერ და მოდი ახლა მე შენ მოგცემ სიტყვას და პირველი აი ეს თქვათ პირველი რა არის სულიერი გზა როგორია შენი ფორმულირება სულიერი ცხოვრების და მე ჩემს ასაც გეტყვი რა თქმა უნდა და შემდეგ გადავიდეთ იმაზე აი ესე ვთქვათ დასავლეთი vs აღმოსავლეთი ფსიქოლოგია ანუ ადამიანის დაშლა და აწყობა ადამიანის მოწესრიგების ანუ იოგას წინააღმდეგ მოდი დავიწყოთ ოშო რო გავაკრიტიკო შეიძლება რა თქმა უნდა მაგისტვის ვართ რომ ყველაფერი გავაკრიტიკოთ კარგი ისა რა ქვია მოდი მივყვეთ მაშინ ლევან და განვიხილოთ რა პირველი ესეთი სპეციფიკა რაც თვალში საცემია არის ის რომ უნდა დაისვას ძირეული კითხვა შენ ცნებებად წამოვაყენეთ ახლა რომ სულიერება და სულიერი გზა და ამის ძირში დევს სული და რა არის ეს სული ჩემს წარმოდგენაში ჩემს კონცეფციაში სული არის ცნობიერება მე მგონი არავით არის სიცხადე არ შეგიტანია ახლა პირიქით უფრო დააბნიე სიტუაცია მეორე ცნება შემოიტანე უფრო დამაბნეველი იმიტომ რომ არც მეცნიერება დავტოვოთ ეს რა მოდით ძირეულად ნაწილში გადმოვიდეთ მაშინ ცოტა აქეთ წამოვიდეთ მაშინ რა ფსიქოლოგია არის მეცნიერება სულის შესახებ ძირში რო ავიღოთ მაგრამ თვითონ ეს სული ანუ ცნობიერება გონებისგან მიღმაღებული კვლევის ობიექტად ვერ აიღო ფსიქოლოგიამ და მოდი თქვენს რომ მოდი ფსიქიკური მოვლენები შევისწავლოთ. ფსიქიკური მოვლენები ცხადად ვლინდება ყოფაში, გონებაში და ფსიქიკური მოვლენები მოდი რაღაც მინდა ხო რა. მოდი დავანებოთ თავი ფსიქოლოგიას ყველაფერს. აი შენ პირადად რას ფიქრობ? რა არის სულიერება? სულიერება არის ცნობიერების შემეცნება. კარგი. როდესაც ცნობიერება აფართოებს თავის თავს. სულიერება პროცესია. რისი პროცესი რა არის ცნობიერება? ცნობიერება სინათლეს მიეკავს რა, რასაც ანათებს რა. უყურე. ჩემთვის ეხლა იმდენი სიტყვა დაგროვდა გაურკვეველი რო არის. უნდა გავშალოთ ნელ-ნელა, ხო საქმეს მაგაში. საქმეს მაგაში უნდა გავშალოთ ნელ-ნელა, აჰა. როგორ დავახასიათო აი სულიერი გზა რა არის? რა პროცესია? რას აკეთებს სულიერ გზაზე მდგომი ადამიანი? რითია დაკავებული? აცნობიერებს იგებს. და ეს ყველა ადამიანზე შეგვიძლია. აბსოლუტურად, ყველა სულიერებაში. გამორიცხული ამის მიღმავი მე იყოს. უბრალოდ ტემპი ცნობიერება სხვადასხვა ზოგი ანუ ადამიანი რომელიც არაფერზე არ ფიქრობს, დადის ჭამს, დადის საპირფარეშოში მუშაობს და მეც არაფერს არ აკეთებს, ისიც სულიერ გზაზეა. სულიერ გზაზეა. გამორიცხული ამის მიღმა რამე არსებობდეს სამყაროში.
და სწორედ ეს არის რომ იოგის მიღმა, ანუ სწორედ ეს არის იოგა, სულიერება. სულიერი გზა არის იოგა. კაი, მოდი მაშინ მე ვიტყვი, ჩემი მწირეცოდნით რა არის იოგა და მოდი მაშინ ესე მივყვეთ ნელ-ნელა. მე სხვათა შორის ძალიან მეცინება ხოლმე, როდესაც ძალიან მოსახლეობის დიდი ნაწილი კავდება იოგათი და ეს რაღაც გიმნასტიკა გონიათ იოგა, იმიტომ რომ პატანჯალის იოგას სუტრების მიხედვით და საერთოდ იოგას კლასიკური გაგებით იოგაში არის 8 საფეხური და პირველი საფეხური ეს არის ზიანის არ მიყენება საკუთარი თავისადმი. შემდეგ არის ეს იამანი, იამა და ასე შემდეგ, ხო, ხარანათიანა, ანუ ზიანის არ მიყენება საკუთარი თავისთვის, ზიანის არ მიყენება სხვისთვის, ფიქრითაც კი და შემდეგ და ასე შემდეგ მიდის, ანუ ის ვარჯიშები, რასაც იოგას ეძახიან, რეალურად შეიძლება ადამიანმა არც აკეთოს და იყოს იოგი. ეს მე ხა ჩემ აზრს ვამბობ და მე მაინტერესებს შენი როგორც სპეციალისტის განმარტება ამ ყველაფრის. და იოგა არის სხეულის, გონების და სულიერი შენი ცხოვრების მოწესრიგება იმდენად, რომ შენ შეძლო საბოლოოდ უფიქრო მდგომარეობაში, ანუ მედიტაციაში გადასვლა, რაც არის იოგას საბოლოო მიზანი და სულიერების საბოლოო წერტილი, ბოლო უმაღლესი წერტილი. მე ეს დასკვნა გამოვიტანე იმ ტექსტებიდან, რაც მაქვს საკითხული. და ეხლა მაინტერესებს შენი აზრი ამ ყველაფერზე. თუ ამბიციურად შეიძლება გამოვიდეს და ჩვენ დავქ იმისთვის ნუ ეხლა დათო შენ ამით დაკავებული ხარ, არ ვიცი რამდენი წელი და ამბიციურად რა არ გამოვა არც ერთ შემთხვევაში. მოდი, რა თვითონ აი ამ თემაში რაც შენ წამოვაყენე და ჩვენ ამას კამათლად ვაგდებთ, როგორც განსახილვად ახაც თემად წამოიყენე რა. ფიქრობ რომ მოძველებული შეხედულება იოგის. იმ ამბავში რომ იოგის მიღმა პროცესი არ არსებობს. სუ იოგა და ის ადამიანი, ვინც თავის თავს იზიანებს, ისიც იოგაშია, იზიანებს, იმიტომ რომ ჯერ ვერ ხედავს და ვერ იმეცნებს, რომ იზიანებს. ანუ შენ ძალიან აფართოვებ ამ ცნებას, იოგა როგორც უღელი, ანუ შეერთება, რაც ნიშნავს სიტყვა რელიგიის მნიშვნელობა, რაც არის შეერთება. ანუ იოგა არის რაღაცასთან შეერთება. და ამ ფართო მნიშვნელობით ხედავ შენ. და იმისათვის, რომ ეს პროცესი მოხდეს, ჯერ შენი თავი უნდა შეიმეცნო და ამ გზაზე ჯერ ვერ გაგაგებული რომ აზიანებ შენ თავს და რო ვერ გაგაზიებული შენ ანუ ამ მომენტში რომ შენ ამას ვერ ხედავ და აზიანებ შენ თავს ეს იმას არ ნიშნავს რომ იოგაში არ ხარ ამას სჭირდება რაღაცა დრო რომ გაიგო ჩემთვის მისაღებია კი ბატონო კი ამიტომ ნახე უყურე მაშინ იცი რა არის აი რა არ მესმის იცი მაშინ შენ თუ ამბობ რომ იოგა ყველაფერია რასაც ადამიანი აკეთებს და ეს ჩემთვის ძალიან ინდური აზრია სხვათა შორის თუ ინდოეთი ხო ის სივრცეა სადაც ყველაფერი საბოლოოდ შემეცნებისკენ მიდის და ჩემთვის მისაღებია მაგრამ როგორ განვასხვაოთ მაშინ სულიერებაში მყოფი ადამიანი და არასულიერებაში მყოფი ადამიანი, იმიტომ რომ ჩვენთან ხო ესეთი წარმოდგენაა, რომ სულიერებაში ვინც არის, ის ვიღაც განსაკუთრებულია, ან ბერია, ან რა ვიცი, მორჩილი მაინც არის სადმე, ან რაღაცა, არ ვიცი, საპატრიარქოს კანცელარიაში მაინც მუშაობს. ანუ სულიერება ჩვენთან არის ძალიან მოწყვეტილი რეალობა, სულიერების გაგება ჩვენს რეალობაში. ჩვენ ხო ვთქვით, რომ ყველაფერი რაზეც ვისაუბრებთ, ჩვენ რეალობასთან უნდა იყოს კავშირი. საქართველოში სულიერება არის რაღაც კონკრეტული კონფესიის საკუთრება თითქოს და თითქოს ამ კონფესიას აქვს მხოლოდ უფლება განსაზღვროს რა არის სულიერება და შენ ამბობ, რომ ყველა ადამიანი სულიერებაშია, უნდა თუ არ უნდა. უეჭველი ეგრე. მაგრამ რა განასხვავებს მაინც სულიერებაში მყოფს და არ მყოფ ადამიანს? ლეონ უყურე. როგორ დავახასიათებ იცი? სინამდვილეში მეცინება მაგაზე რა. მეცინება. აი თვითონ დეფინიციაზე რო ის ხომოგისმენია ხშირად რა ის სულიერებაშია რა ხდები ხო რა ჩემი ფეხებია რა ჩემი ფეხებია და გეტყვი რა ის ადამიანი ვინც ცდილობს რომ გაიგოს ეს არის სულიერება და მას ყველა ცდილობს გაიგოს რა გაიგოს აი რაც გინდა ის
აი რაც გინდა ის გაიგოს. აი ცდილობს თუნდა არ ცდილობდეს რომ გაიგოს ესეც გაგების ნაწილი. კორიჩი მაგიდან ვერ გამოხვალ. მიხვდი, ვერ გამოხვალ. მესმის ძალიან ფართოა, მაგრამ თუ შენ კითხვაც არ გაქვს, ესეც ნაგის ნაწილი. ოკეი. ანუ ვერ გამოხვალ მაგიდან, ანუ სულ მანხარ. ანუ შენ თავიდან ბოლომდე ანგრევ იმ შეხედულებას. ანგრევ და ფეხებზე მკიდია. კორიჩი ვინც იტყვის რომ სულიერების მიღმა, აი ერთი ატომის არსებობს ვეტყვი რომ ცდება. კი ბატონო. ან ყველა სულიერებაში, ან არავინ არ არის სულიერებაში. ბიჭი ყველა მანდარი და თუ არჩი რაღაცა იმას მიაგავს ეს რაღაცა ანსაცმელს რაღაცა ფორმას კაროჩი წარმოიდგინე ესეთი რაღაცა რა ოშო ხო ახსენე რა ოშოს ყველაზე მეტად რა მომწონს იცი ყველაზე მეტად შემდგარი ესეთი საოცრება თქვა რა ძალიან ჩვეულებრივი მომენტია როდესაც ადამიანი ცდილობს რომ იყოს არაჩვეულებრივი და არაჩვეულებრივი მომენტია როდესაც ადამიანი ცდილობს იყოს ჩვეულებრივი. ეხლა წარმოიდგინე რაღაც რა ვიცი ხო ხდები თვითონ ეს ცდილობაც კი რომ იყოს სულიერება მე მესულელება მაგრამ ესეც კი იოგა იმიტომ ეოდესმე ნახავს ეს ადამიანი ადრე თუ გვიან ფიქრობ ამას რომ ეს ესია რომ რაღაც ისახის ფორმაში ჩასვლა საჭირო არ არის რამე თუ სადაც არ უნდა წახვიდე რა გზითაც არ უნდა რა გზითაც არ უნდა გააცნობი რომ ყველაფერი იოგა არის გინდი იოგა და არ გინდ სულიერება რაც გინდა და არ ხო მაგრამ ხო არის ისეთი საქმიანობები რომლებიც იოგის აზრი ისევე როგორც სიტყვა რელიგიის აზრი არის შეერთება ხო სამყაროსთან შეერთება ან თუ გინდა ღმერთთან რაც გინდა და არ ქვი მაგრამ ხო არის საქმიანობები ან და არ ვიცი მდგომარეობები სულიერი მდგომარეობები რომლებიც პირიქით კი არ გაერთებს სამყაროსთან პირიქით იზოლაციაში გაქცევს ესეც სულიერებაა კი ეგეც მაგრამ რა შეიძლება ანუ მე მაშინ ბოდიში ესე მესმის რასაც ჩვენ ამბობ რომ არსებობს რაღაც მატრიცა რაღაც წარმოდგენების მდგომარეობების კრებული რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით და ჩვენ ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადავდივართ შემეცნების თუ შემეცნებიდან მოწყვეტის მეშვეობით და ჩვენ აი ამ საერთო მატრიცაში ვართ ყველა ვარიანტში და თვითონ ეს მატრიცაა სულიერება და ჩვენ გვინდა თუ არა ვერსად ვერ წავალთ ამ მატრიციდან ხო მაგარი ეგ არის ხო სწორად გავიგე ეგ არის და ამას კიდე არ აქვს რა უკიდეგანო უკიდეგანო და ხარ ანუ ადამიანი რომელიც შეიძლება სერიული მკვლელი იყოს ისიც სულიერ გზაზეა შეიძლება უკვე არის გზაზე და რაღაცას შეიმეცნებს ან ემალება შემეცნებას რაც შემეცნების ნაწილია პროცესის ნაწილია კი რა თქმა უნდა გზაზეა და შესაბამისად მაგის შესახებ უამრავი ესეთი იოგაზე ბევრი ლეგენდა ისტორია არსებობს როგორ იქცეოდნენ ესეთი ადამიანები ძალიან გაცნობიერებად ადამიანები გოპალა მაგალითად გოპალის ისტორია იყო ესეთი რომ ის ტიპი რომელიც ემზადებოდა მთელი თავისი ცხოვრება და მის ოთოშორის ამოდენ რეინკარნაციის უკანა ფორმით რაღაც მდგომარეობაში ამბობდნენ რომ აჰა ესე იქნება და თავისი ძმა მისი მეორე ძმა რომელიც ქურდი იყო რა და ნუ აღმოჩნდება ისა რომ ეს ტიპი რომელიც მთელი ბავშვობა ემზადებოდა ამ მანტრებისთვის უჯახდება და სხვა მდგომარეობაში გადადის და ეს მისი ძმა რომელიც მისგან არაფერს ეს ასიკეთოს არ მოელოდან შევარდება გაცნობიერების დეტალში აფეთქება და ემართება ასე წეგანო ახსენეთ ხო ეხლა მახსენდება ბარაბას ისტორია ხო ბევრი ეგეთია ამდენს გინდა ეგეთია იცი რა მე ჩემი თვალით ცოცხლად მაქვს ნანახი ესაც ჩემს მასწავლებელთან არაერთი კრიმინალი ადამიანი მოსულა რა და ჩემი თვალზე მაქვს ეს ნანახი რა რამოდენად ხელა აფეთქება მოხდა რა ამ ადამიანებში საოცრება იყო ეს ხო და ხო ანუ ეს წარმოდგენა რომ არსებობენ სულიერი ადამიანები რომლებიც ავიცი მე ეკლესიაში დადიან თუ აშრამში დადიან თუ სახში ზიან და ლოცვებს კითხულობენ ან მედიტაციაში არიან ისინი არიან სულიერი ხალხი
და ვიღაც კრიმინალი, რომელიც სადღაც რაღაცას იპარავს, ეხლა ამ წუთში შეიძლება ის არ არის სულიერი ადამიანი. ეს არის მცარი წარმოდგენა. უბრალოდ სრული წარმოდგენა, მე აი ესეთი ილუსტრაციულად რომ დავხატო, ჩემთვის ერთ მაგიდაზე ზიანს ვიღაცა ტიბეტელი ბერი, ბერინელი კლაბერი, ვიღაცა კრიმინალი, ვიღაცა ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი, ყველა ერთ მაგიდაზე ერთ სივრცეში ტრიალებს. კაი, მე ძალიან მომწონს ეს აზრი და არ შემიძლია არ დაგეთანხმო, მაგრამ ჩვენ სანამ დავიწყებდით თუ გახსოვს, მე გითხარი რომ ჩვენ ცოტა ადვოკატი ეშმაკის ადვოკატის თამაში მოგვიწევს, იმიტომ რომ შეიძლება მე გეთანხმებოდე რაღაცაში, მაგრამ მე მინდა ყველაფერს შევხედოთ იმ ადამიანის თვალით, რომელიც შეიძლება საერთოდ შორს არის ამ სფეროებისგან. არ გეჩვენება რომ ეხლა ეს წარმოდგენა მიუღებელი იქნება საქართველოს მოსახლეობის 99%-ისთვის, რომ სულიერება ყველგან არის და ვიღაც მაღაზიაში გამყიდველი ის არანაკლებ სულიერი ადამიანია, ვიდრე ვიღაც ქორეპისკოპოსი, რომელიღაც ეპარქიაში. მოდი რა შეუტევ მაშინ რა. აი ვინც ახლა გაიფიქრეთ და ფიქრობ რომ სულიერებაში ვინმაზე მეტი ხარ, მოდი სარკეს ჩაიხედე რა. და შეხედე რომ ის ადამიანის მაღაზიაში ყიდის რამდენ ფსიქიკურ პროცესს გაზდის იქ რა. და თუ შეადრი შეიძლება ის ბევრად მეტ ფსიქიკურ პროცესს გადიოდეს დღის განმავლობაში. და საერთოდ ეს შედარება ძალიან ეგოისტური არის. ძალიან ხო. თავის თავშივე მოიაზრებს რომ თავის კაროჩე თუ ამას აკეთებ ეს ნიშნავს имас რომ ჯერ კარგად ვერ ხედავ რა. აი პირდაპირ ვაგდებ ამას რა რახან ისეთ თემას. ჩვენ ნელ-ნელა მივდივართ ადვაიტას ფილოსოფიასკენ, მე მგონი ესე გული მიგრძნობს ის სადაც ხო რაღაც ეგეთისკენ მივდივართ. ყოველ შემთხვევაში იმასაც გამკა მე გამუშვებ რა. მაგრამ იცი რა მინდა უბრალოდ რომ კარგი ჩვენ ახლა მივდივართ იმ ხედვისკენ, რომელიც შეიძლება ჩემთვისაც და შენთვისაც მისაღები იყოს, რომლის მიხედვითაც სამყარო ეს ერთი მთლიანობაა და რომ არავინ არავიზე მეტი არ არის და რა ვიცი ქრისტიანობაშიც არის ეს რომ პირველები ბოლოები იქნებიან და ბოლოები პირველები და ასე შემდეგ და აქეთ არ მინდა წავიდე, ეს გასაგებია. მე უბრალოდ მინდა აი დაუბრუნდეთ. რა არის სულიერება, რა პრაქტიკაა იოგა, რა პრაქტიკაა იოგა და რითი განსხვავდება ის ფსიქოლოგიისაგან. მე ჯერ ჩამოვაყალიბებ ჩემ ხედვას მაგალითად, ხო? მე ძალიან ბოლო წლებია, რაც უფრო მეტი დრო გადისმით, უფრო წმუნდები ამაში, რომ ადამიანები ძალიან სტერეოტიპებში არიან და ძალიან ესე თაროებზე აქვთ დაყოფილი ეს რაღაც შემოდებული ფრაზები, ისინი კლიშეები. აი მაგალითად ადამიანი ფიქრობს, რომ ფსიქოლოგია ეს არის, რასაც აკეთებს ფსიქოლოგი. ფსიქოლოგია, როდესაც მიდიხარ ფსიქოლოგთან და იქ რაღაც პრობლემას არჩევ და ის რაღაც კონკრეტულ პრობლემას გაწყვეტინებს, ან გიწყვიტავს, ან რაღაც ეგეთი და ეს ეხება ფსიქიკას. ეს სხვა რამეა და სულიერება ეს არის, რასაც აკეთებენ ეკლესიაში, ეს შეიძლება ძალიან, თქვათ, მორწმუნე ადამიანმა იფიქროს, ან თქვათ, თუ ადამიანი არ არის მორწმუნე და არის, თქვათ, უბრალოდ განათლებული რაღაც ისეთი უგზოუკლოდ განათლებული ადამიანი, შეიძლება იფიქროს, რომ ეს რა ქვია, სულიერება არის, რასაც აკეთებენ რელიგიები. თქვათ, ბუდისტები, იეღოველები, არ ვიცი მე, მუსულმანები, მართლმადიდებლები და ასე შემდეგ. რომ სულიერება არის, რასაც აკეთებენ რელიგიები. და ჩემი ღრმარწმენით, იმიტომ რომ მე ამასთან უშუალო შეხება მაქვს. ნუ იცი შენ რომ მე ჰოლოტროპულ სუნთქვას ვატარებ, სუნთქვის თერაპიას და მე ვხედავ ერთ რაღაცას, რომ ჩემთან მოდიან სულ სხვადასხვა ტიპის ადამიანები, სხვადასხვა სფეროებიდან, მათ შორის სხვადასხვა რელიგიებიდან და ისინი აი ამ ჰოლოტროპული სუნთქვის მეშვეობით მათ ეძლევათ საშუალება რომ ჩაიხედონ საკუთარ თავში, ანუ საკუთარ შინაგან სამყაროში, მოდი ტერმინებს დავანებოთ თავი. შეიძლება ამ შინაგან სამყაროს დაარქვა სული, შეიძლება დაარქვა ფსიქიკა, შეიძლება რაც გინდა ის დაარქვა, ხო? იხედებიან საკუთარ შინაგან სამყაროში და ეს ჩახედვა მათ თავი დავანებოთ იმას, რომ ჰოლოტროპული სუნთქვა ფსიქოლოგიის ნაწილია და თავი რომ დავანებოთ იმას, რომ იკურნებიან ისინი სხვადასხვა ფსიქოლოგიური და ფსიქიური აშლილობებისგან თუ სხვადასხვა რაღაცეებისგან, ისინი სულიერად ვითარდებიან. ამას მე ვხედავ. იმიტომ რომ
მოდის მაგალითად ადამიანი და აშკარად, ანუ სულიერი განვითარება ჩემი დეფინიციით არის ცნობიერების გაფართოება. ანუ, როდესაც შენ რაღაცა ვიწრო შეხედულებიდან გიფართოვდება ცნობიერება და შესაბამისად შენი ცხოვრების არეალიც ფართოვდება. აი მაგალითად შეიძლება მოვიდეს ჰოლოტროპულზე ადამიანი და ავიცი ერთ მაგალითს მოვიყვან, იმიტომ რომ ეხლა ამის სხვა არ არის ადგილი, რომ ეხლა ამაზე ბევრი ვილაპარაკო. მოდის ადამიანი, რომელსაც გონია, რომ ცხოვრება არის ის, რაც მას ასწავლეს სკოლაში მშობლებმა, რომ ის უნდა იყოს სანიმუშო გოგო, ვთქვათ, სიტყვაზე უნდა დაემორჩილოს მშობლებს, იყოს სანიმუშო ცოლი, სანიმუშო, რა ვიცი, რაღაც მოსამსახურე და არის კიდევაც აკეთებს ყველაფერს ამისთვის, მაგრამ ცუდად არის, იმიტომ რომ მისი სული სხვა რაღაცას ითხოვს, მაგრამ მან ეს არ იცის და არ იცის რა ჭირს, ვერაცნობიერებს რაღაც ჭირს, აცნობიერებს რომ ცუდად არის, მაგრამ რატომ არის ცუდად ვერაცნობიერებს და ჰოლოტროპულის მეშვეობით ის იყურება საკუთარ თავში, ენგრევა აბსოლუტურად ის წარმოდგენები, რომ უნდა იყოს სანიმუშო შვილი, სანიმუშო დედა, რომ ეს არის მთავარი, რომ უნდა იყოს სანიმუშო ცოლი, მოსამსახურე და ასე შემდეგ და ხედავს საკუთარ შინაგან მოთხოვნილებებს, რომლებიც მან მთელი ცხოვრების მანძილზე დააიგნორა და უარყო, გამოდის ამ მდგომარეობიდან და ხედავს, რომ ცხოვრება გაცილებით დიდი რამეა, ვიდრე სანიმუშო სხვებისთვის მოსაწონ ადამიანად ყოფნა და იწყებს აბსოლუტურად სხვა ცხოვრებას. მოდის ტოქსიკური სამსახურიდან, ამბობს, რომ ყველაფერი ტოქსიკური ყოფილა თურმე ჩემთვის და ვერ ხვდებოდი და თურმე ჩემს სურვილს აქვს მნიშვნელობა. მე ვინ ვარ და რა მინდა და უფართოვდება ცნობიერება და ამ გაფართოებული ცნობიერებით უფრო ბედნიერ ცხოვრებას იწყებს. ეს ჩემი აზრით სულიერებაა. სულიერება ძალიან ბევრს გონია მხოლოდ რაღაც მიღმიერთან კონტაქტი. მაგრამ თუმცა ჰოლოტროპულის მეშვეობით მიღმიერთან კონტაქტიც ხდება. რეალურად ტრანსცენდენტული გამოცდილებები ძალიან ბევრია. მაგრამ მე ვამბობ, რომ ეს მიღმიერთან კონტაქტიც ცნობიერების გაფართოების ნაწილია. რეალურად სულიერების მიზანი ეს არის ცნობიერების გაფართოება, ჩემი აზრით და აი ჰოლოტროპულის წყალობით მე დავწმუნდი ზუსტად იმაში, რაც შენ თქვი, რომ სულიერება ყველგან არის და ყველაფერშია. ანუ შენ ვერ გაექცევი სულიერ გზას, შენ თუ გაექცევი სულიერებას, ანუ შემეცნებას და გაფართოებას, ცნობიერების გაფართოებას, შენ თუ ამას გაექცევი, შენ აუცილებლად გეტკინება. შენ აუცილებლად რაღაცას დაეჯახები, რაც გადგენს და ეს აუცილებლად ადრე თუ გვიან შემოგაბრუნებს იმისკენ, რომ უკეთესად დაინახო რაღაც. ანუ გაქცევაც შემოbrunების ნაწილია. აუცილებლად. გეთანხმები ამაში და ამდენად მე ვაცნობიერებ იმას, რომ აი ეს დაყოფა, რომ ფსიქოლოგია სხვა რამეა, იქ სულიერება სხვა რამეა, რელიგია სხვა რამეა, ეს არის ძალიან პირობითი და აბსოლუტურად არაფრის მთქმელი დაყოფები. იმიტომ რომ არსებობს ერთადერთი სულიერი სამყარო, ადამიანს ვერ ექნება ორი სულიერი სამყარო. ადამიანს ყოველ კონკრეტულ ადამიანს აქვს ერთი სულიერი სამყარო და იმ სულიერ სამყაროში რაც ხდება, ის არის სულიერი ცხოვრება. აი, გინდა ამას ჩვენ დავარქვათ თერაპია, ფსიქოლოგია, ფსიქიატრია, თუ რაც გინდა ის დავარქვათ. ეს არის შინაგან სამყაროს მოძრაობა შინაგან სამყაროში. და მაგრამ ჩემი კითხვა მდგომარეობს შემდეგში შენთან. ჰოლოტროპული, ანუ ტრანსპერსონალური ფსიქოლოგია მაინც დასავლური კულტურის პროდუქტია, ეს არის მეცნიერების პროდუქტი, მეცნიერული დაკვირვების შედეგი და ზოგადად ფსიქოლოგიის, ანუ სიღრმისეული ფსიქოლოგიის, რაც დაიწყო ფროიდიდან და იუნგიდან, ამ ყველაფრის გაგრძელება და ნაწილი. და მისი პრინციპი არ არის მოწესრიგება. ხვდები? აი ხლა სად მინდა დავაპირისპირო ეს ყველაფერი იოგას. ყოველ შემთხვევაში იოგას კლასიკურ გაგებას, რასაც უპირისპირდებოდა ოშო. რომ ადამიანი კი ისედაც ზედმეტად მოწესრიგებულია და ეს არის მისი პრობლემა და ის კიდე კი არ უნდა მოაწესრიგო რაღაც ვარჯიშების მეშვეობით, არამედ ადამიანი
რასაც აკეთებს ჰოლოტროპულიც და მთლიანად ფსიქოლოგიაც, ყოველ შემთხვევაში ის მეთოდები, რაც ჩემთვის მისაღებია, რომ ადამიანმა პირიქით აი ეს ზედმეტი მოწესრიგებულობა, რაც იწვევს დაძაბულობას, უნდა გახსნას, უნდა როგორღაც შიგნიდან, როგორ გითხრა, შეარყიოს საკუთარი თავი, იმიტომ რომ რასაც ვერ და არასწორად აშენებული თუ არ დაანგრიე, ახალ შენობას ვერ ააშენებ. აი ეს არის ტრანსპერსონალური ფსიქოლოგიის და საერთოდ ფსიქოლოგიის მიდგომა ჩემი აზრით და აი ეს უპირისპირდება იოგას მიდგომას, სადაც ყველაფერი აგებულია, ყოველ შემთხვევაში იმ 8 საფეხურიან გზაში, რაც პატანჯალისგან მოდის და რაც წარმოადგენს კლასიკური იოგას, ეს აი ამ კლასიკური იოგაში ყველაფერი არის მოწესრიგებაზე, ისევ რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ გაწელვები, იქ უნდა გავაკეთოთ რაღაც მედიტაცია, დავждეთ, მოვაწესრიგოთ, დავამშვიდოთ და დავარეგულიროთ საკუთარი თავი. ანუ მოწესრიგება და დარეგულირება თუ ადამიანის სულიერი სამყაროს შიგნიდან მორყევა, რომ დაიშალოს ის, რაც არასწორად აშენებულია, რომ შემდეგ სხვა რაღაცა დაიბადოს. რა კარგად ისაუბრე რა, ძალიან კარგი იყო. ბევრი რამე ისე ჭაუხურე გონებაში ამოვარდა ბევრი რაღაცა და ერთ რამეში მინდა ეს შემოვაგდო რა, ის რომ მიღმიერის არ არსებობს. მიღმიერს რასაც ვეძახით, ცნობიერების გაფართოებული მდგომარეობა მხოლოდ და არა მიღმა, იმის მიღმაც არის. ეს შენივე ცნობიერების კიდე უფრო ანუ არაფრის მიღმა არ არის. არ არის შიგნით. სამყარო არის ერთიდან მთლიანი და განუყოფელი. ხო, ამის მომენტო და მესმის, მაგრამ მოდი დაუბრუნდეთ იოგას. მე მინდა რომ კაი, იცი რა ქვია, ერთ რამესაც ვიტყვი რა გეხოცები რა, ყურე. მე შინაგანად მართლა ძალიან ვეწინააღმდეგები აი ამ იოგას გზას. ხო და აი მოდი მართლა არ ვეთანხმები და მართლა მინდა რომ ამიხსნა რა უნდათ იოგებს რა, რატო არიან ესეთი ზედმეტად მოწესრიგებული. მეგონი შენ არასწორი იოგის დაუგზახე აქ და არ ვიცი, ხო ამიხსენი შენ ხარ იოგი. ხო და ერთ რამეს ვიტყვი რა აუცილებლად, წეგან შენ რო თქვი რომ ჰოლოტროპულს თქვაზე რომ აი ეს არის მექანიზმი, რომელიც შიგნით გახედებს რა. ხო და ეგ არის იოგა. რაც შიგნით გახედებს და მნიშვნელობა არ აქვს თუ როგორ ჩაიხედავ. რა გზითაც გინდა ისე ჩაიხედე რა. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მესმის, მაგრამ უყურე, შენ რო იწყებ იოგას, ყოველ შემთხვევაში შენ რო იწყებ იოგას კლასიკური ტექსტების კითხვას, იქ ეს არ წერია. იქ წერია რომ შენ უნდა დაიწყო იმითი რომ არ მიაყენო შენ თავს ზიანი. არა იმ გზით რომ ჩაიხედო შენ თავში და დაინახო. პირდაპირ ვიტყვი ჩემოლევა, რომ ეგ ფორმულირება იოგის თანამედროვე ეპოქაში მოძველებულია. მესმის, მაგრამ ეს არ არის იოგას საფუძველი. საქმეც მაგაშია რომ თლად არა. იცი რა, ნახე ყურე, სულ მახსენდება ესეთი თორე ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ავტორია რომელ როლანი რა, და გიჟდები ამის. ამუშევრებს რამაკრიშნას ცხოვრება. ხო და არ მოხდა რამაკრიშნას ცხოვრებაში წავკითხე ეს თუ არა, ხო შეიძლება თვითონ რამაკრიშნას ისტორიებიდან მახსოვს ერთი ძალიან საინტერესო მომენტი რა, რომ ესეთი ამბავი იყო რა, რომ გზად მოდიოდნენ რაღაც მდინარე უნდა განმენახათ, მე რამაკრიშნასთან მისულიყვნენ და მებორნე რომელიც აქ მუშაობდა სულ აგინებდა და ლანძღავდა რამაკრიშნას და ეს რომ ვივეკანადამ გაიგო, განრისხდა და დააჯანჯღარა, ნუ კინაღავ ჩაახჩურა ისე გაბრაზდა ჩემასწავლებზე რას ლაპარაკობ. და იმავე დღეს მეორე სხვა მოსწავლე გამოვიდა, რომელიც ეს ლანძღვა გაიგო და ნუ გაატარა რა. და მოვიდნენ და ორივე ამ ისტორიას უყვება რამაკრიშნას, ერთმა რომ ვივეკანანდამ რომ გააჯანჯღარა და მეორე რომელსაც გაატარა რა და რამაკრიშნას რეაქცია იყო ძალიან საინტერესო. ვივეკანანდას ეუბნება რომ შენო რა შვები ვაფშე? ჩემთვის არ მნიშვნელობა აქვს ეს ადამიანი გამლანძღავ თუ არ გამლანძღავდა. რატო არ შეიკავება ხელი აგრესია? ამას მოუტრიალდა და ეუბნება, ბიჭო შენ მასწავლებს რომ ლანძღავდნენ, რატო არ ფერქენი? თვითონ ეს არსენდგო, მაგრამ შემდგომში არო ანუ ორივე მოწაფეს დაუწუნა მოქმედება. ხო, აქ მდგომარეობს იმაში, რომ სინამდვილეში ძირში რო აიღო, იოგა ნიშნავს რომ აფეთქდე. და მე ანუ რამაკრიშნას პოინტი ესე იყო, ესე ვთქვათ, იყო ის რომ აფეთქდე და მე დაალაგო. და მე კიდე აფეთქდე და კიდე დაალაგო. მე კიდე აფეთქდე და კიდე დაალაგო და რა ხდება პროცესუალურად გეტყვი ახლა რა. კარგი ნახე.
ფსიქოლოგიური სიმთლიანი ყველას აქვს რაღაც ეტაპზე შეგრძნობილი თუ გრამატიკულად. უბრალოდ ყველას აქვს ფსიქოლოგიური რაღაც სიმთლიანი თუ არ კონდეს. კი, გაქვს. ფსიქოლოგიურად ეს განიცდება. მაგრამ ამ სიმთლიანში ლევან შენივე თავში, შენივე ცნობიერებაში არ მოგწონს რაღაცა დეტალები, რომელიც საჭიროებს აფეთქებას. ხელახლა დანგრევას და რეკონსტრუირების ფონზე ეს capacity იზრდება მოცულობა ცნობიერების. ისე მთლიანდები. შეიძლება. მესმის. და აქ ისე ვარკმარა. გეთანხმები, მაგრამ რამაკრიშნა არ ყოფილა იოგი. რამაკრიშნა იყო ხაქტი. რამაკრიშნა იყო თავისუფალი შემეცნებელი. მე ვამბობ, რომ იცი რა არის, ეხა უყურე, ჩვენ გვისმენენ ადამიანები, რომლებსაც პირველად ესმით შეიძლება იოგა. შეიძლება ფსიქოლოგიაც კი სიტყვავს, იგი პირველად ესმით, ხო? თუნდაც ბავშვები, ახალგაზრდები. უყურე, აი ხა ორი ადამიანი ლაპარაკობდა, ჩვენ გულისხმობთ, რომ თითქოს რაღაცეები ყველამ უნდა იცოდეს, მაგრამ ეგრე არ არის. აი უყურე, მე შენ როგორც იოგას წარმომადგენელს გეკითხები, რომ მე შევისწავლე იოგას კლასიკური ტექსტები და იქ რაც წავიკითხე, ჩემ გამოცდილებას არ ემთხვევა როგორც ფსიქოლოგის გამოცდილებას და როგორც პრაქტიკოსი ფსიქოლოგის გამოცდილებას, რომ იქ აფეთქებაზე არ არის ლაპარაკი, იქ ლაპარაკია მოწესრიგებაზე და რომ აი ადამიანი, რომელიც ახლა ჩვენ გვისმენს და არც ერთი არ იცის კარგად რა არის, რა უნდა გააკეთოს? ანუ შენ მათ არ ურჩევ იოგას კლასიკურ ტექსტებს, არ ურჩევ რომ ეს 8 საფეხურიანი იოგა გაიაროს? იცი რა, აუცილებლად მივა ერორთან. ნახე უყურე. მოწესრიგება და დანგრევა, რასაც შენ საუბრობ რა, ერთად თან არსებობენ. ვერ მოაწესრიგებ. თუ არ დაანგრი. ხო, მაგრამ ეს ხო ვიღაცამ უნდა სადღაც ხო უნდა მიხვიდე აქამდე. ნახე უყურე, შემდგოს გეუბნები რა. თუ მოწესრიგება მიზანია, იქვე დევს რომ თუ არ დაანგრია ვერ მოაწესრიგებ და ეს მოწესრიგება რომ მიზანია თავში მოიაზრება რომ დაინგრევა. კაი. რატო ვერ მოაწესრიგებ თუ კი არ დაანგრიე? იმიტომ რომ ფსიქოლოგია, მოდი სხვა თემას, სხვა ცნებას შევკრავ რა. წრედია რა. რომელშიც ხარ შეკრული. გეტყვი ხა რა, მიჭირს ხა ამის ფორმულირება, იმდენად ბევრი დევს უკან რა და რომელი კონკრეტული გამოვიდა, აზზე არ ვარ სიმართლე გითხრა. იმისათვის რომ მოაწესრიგო და მოწესრიგდეს, რასაც ჩვენ ახლა მოწესრიგების ცნებად ვიზახდით რა. ხო. ამისათვის საჭიროა რომ ის მოცემულობები ჩახსნა, რომელიც ახლა გაწუხებს. ერთად იმის, ახლა მომყევი რა. აი ახლა ზეორ აქმე სიტყვაზე ვიზახი რა, იყო ჩემთვის ყოველდღიური დღე არის ესეთი რა. აი ახლა სიტყვაზე ვიზახი მე, რატო არ განვიცდი სიხარულს? ან სიმშვიდეს, ან რაღაცა სხვას რა, რომელსაც ჩემ თავს კითხავს სვამ. და აქვე მოდის პასუხი, იმიტომ რომ ჩემი თავში არის რაღაცა, რომელიც ხელს მიშლის რომ ეს განვიცადო. და იმისათვის რომ ეს განვიცადო, ეხა ეს სიმშვიდე, სიხარული, მოწყობა რაც გინდა და არ. ამისათვის საჭირო ამას ჩახედო თვალებში. იმისათვის რომ ამას ჩახედო თვალებში, ამის რატოა საჭირო ჩახედო? იმიტომ რომ გაწუხებს. მაგათაც სირცხვილია იღე. მაგალითად ის წეღარაც შენ თქვი რა, მთელი ფსიქოლოგიური მექანიზმი რომ გოგოს უნდა წეღარაც ინსტიტუტი მოყავი რა. ხო. მაგას უნდა რომ სხვებისთვის უნდა იყო მოსაწონი. ხო, აი თუნდ ეგ კონცეფცია, ფსიქოლოგიური კონცეფცია გიშლის რომ ეხლა იყო კარგად. და ამ ადამიანსაც ხო უშლიდა ხელს, ხო ჩვენ ხომ აგივახსენეთ. გიშლის რომ არის მთელი მიმდინარეობები, რომ რა? აღმოსავლურიც, დასავლურიც, რელიგიური, რომელიც გასწავლის რომ შენ უნდა იყო თქვათ იცხოვრო ცნებების შესაბამისად. თვლია რა. მანამ სანამ ცნობიერებაში მაგი იდება, რაც გინდა ზემოდან გადაფარი. ის მაინც ის იქნება.
ნახე უყურე. ანუ შენ ამბობ, რომ რელიგიების უმრავლესობა ცდება, როდესაც ადამიანს ეუბნება, რომ არსებობს რაღაც სწორი ცნებები და მოქმედებები და თუ იმათ შესაბამისად იცხოვრებ, შენ იქნები კარგად და იქ პირობა და ამ პირობას ძირითად რელიგიები სთავაზობენ ცხოვრების მერე. ძირითადად ხო ეს მეორე სიგიჟე. მე ვიცახი შემდგომს რა რომ მანამ სანამ ცნობიერებაში იქნება ცნობიერებაში ის პროცესი რომელიც თვით დესტრუქციულია თავად ჩემთვის მას ვერ იქნება ვერაფრით გადაფარული ვერ იქნება და გინდა ეხლა ამას გინდა დისციპლინაში ჩააგდე საკუთარი თავი გინდა რაიმეს მიუძღვენი საკუთარი თავი ის ისევ იქნება და ის ყოველთვის ამოგიდებს თავს ოკეი რატო შეიძლება იყოს სოციუმის მიერ რელიგიის მიერ თუ არ ვიცი სხვების მიერ მოდი ესე ვთქვათ ზოგადად სხვების მიერ შემოთავაზებული სწორი ცნებები ხო შეიძლება რომ ის ცნებები და ის ცხოვრების წესი რასაც სხვები გვთავაზობენ რელიგიების და სხვადასხვა ინსტიტუციების სახით რასაც კულტურა თავაზობს ინდივიდს ეს ყველაფერი ეს ცნებები ეს ცხოვრების წესი ხო შეიძლება სწორი იყოს იდეაში ხო არ არის გამორიცხული ეს ხო რატო შეიძლება იყოს ეს დესტრუქციული ადამიანისთვის რატო ამბობ რომ თავისთავად უკვე დესტრუქციულია რასაც სხვები გთავაზობენ მაგას არ ვამბობ შეიძლება იყოს დესტრუქციული შეიძლება არ იყოს დესტრუქციული მე ვამბობ შემდგომს რა მე ვამბობ სხვათა შორის მაგას და მე რა გეტყვი აი სინამდვილეში მაგას კურირებს შიში ხო მაგრამ აი უყურე რა მოდი რეალურ სამყაროში ვცხოვრობ და რეალური ადამიანები გვიყურებენ არა კაცკლა გეუბნება რელიგია თან ბევრი რელიგია გეუბნება არა კაცკლა სხვათა შორის არასწორი თარგმანია კაც არ არის იქ არ მოკლა ეს არის ორიგინალი ეს არის ყველა ენაში new bay don't kill ხო არ მოკლა გეუბნება ხო თავისთავად ეს ხო კარგი ცნება და ყველა ცნება ცალ-ცალკე რო განვიხილოთ შეიძლება იყოს კარგი მაგრამ მე შემიძლია გითხრა ჩემი გამოცდილებით რომ ვინც ჩემთან მოსულა და მოსულა ათასობით ადამიანი ვინც მოსულა და უთქვამს რომ მე ვცხოვრობ სხვების შემოთავაზებული ცნებებით ყველა ცუდად იყო მოდი მე გამოვუშვებ რა ანუ ხვდები რას მინდა კითხვის არს ხვდები მოდი მე შემდგომს გამოვუშვებ და თემატურად შემოვაგდოთ ეს რა მე ამაზე ბევრჯერ მიმსჯელია და გეტყვი შემდგომს რა თქვათ შენ დაგინახე რაღაცა კაი ჩანთა გაქვს რა კაი ჩანთა გაქვს და ეს ცნება მეუნება რომ ლევანს ჩანთა არ წაართვა ცნება მეუნება ამას არ და მოგწონს ეს ჩანთა ხო არ და მომწონს ეს ჩანთა და ნახე ყურე რა მინდა რომ თქვა რა ცნება მეუნება რომ არ წაართვა ხა შეტყვი ცუდი ცნებაა გენ მოყვები რომ ცუდი ცნება არ არის მაგრამ ბანძი ცნება რატო გეტყვი რატო უკეთესი ცნება იქნება შემდგომი რა გაიგე რატო გინდა რომ წაართვა და თუ ამას გაიგებ ეხა შენ ჩანთა მაგრამ ფეხებზე მკიდია მე რა გაიგე და ჩემს შიგნით ერთი მოლეკულაც არ არსებობს იმისა რომელიც განიხილავს ჩანთა წაგართვა თუ არ წაგართვა აი ცნება რა არის და ისეც უმცნებო არის მე ხვდი რას გეუბნები ხო მაგრამ უყურე გაიგე რატო გინდა ლევანის ჩანთა ეს ნიშნავს ჩაიხედე შენს თავში ხო და ანუ ესე იგი რეალურად რომ დავფიქრდეთ ერთადერთი სწორი ცნება გამოდის ჩაიხედე შენს თავში იმიტომ რომ ყველა ცნება შეიძლება მან მივიყვანოს რა თქმა უნდა საწახონ ვერ წახონ მაგას ვერ მაგრამ რა ხდება როცა თავში უყურე ბავშვი მაგალითად როცა თამაშობს ქვიშაში და ხედავს რომ ვიღაცას კარგი ისა აქვს რაღაცა ნიჩაბი ხო და მიდის ახლა ხო გინახავს რამდენჯერ რომ ბავშვი მიდის და ართმევს ან უნდა მაგ და ავია ტეხავს ამბავს ხო მერე მიდიან მშობლები და რაღაცებს ასწავლიან რომ რატო არ უნდა წაართვას მაგრამ ეს ხო არის უკვე აკრძალვა ეს არის ხვებისგან თავსმოხვეული წესი ხო და მერე ადამიანი ამ წესებით იწყებს ცხოვრებას ხო ეგრე ეხლა ჩვენ რეალურად მივდივართ რაზე იცი ადამიანის ბუნების რაობაზე რა არის ადამიანის ბუნება იმიტომ რომ
თუ ადამიანის ბუნება არის დესტრუქციული და მას უნდა წართმევა, ხო? ესე იგი ცნებები ცხოვრება ყოფილა სწორი, იმიტომ რომ შენ თუ ადამიანს ცნებებს არ მოახვევ თავს, არ ასწავლი რომ იმას ნიჩაბი არ წაართვა და არ ჩაარტყა თავში და რაღაცა, ხო? მაშინ ის დესტრუქციული იქნება, ყველაფერს წაართმევს, დაჩაგრავს და ასე შემდეგ ყველას, ხო? მაგრამ ჩვენ ხედავთ სხვა რაღაცას, ფსიქოლოგია გვაჩვენებს, რომ ადამიანები, როდესაც სხვების ცნებებით ცხოვრობენ, არიან ცუდად. მაგრამ, ხო? საწავლენ, ხო? ხო? მაგრამ რაღაცა სხვა ხდება მან, ხო? მე არ მინდა, მე მინდა რომ შენ კითხო როგორც იოქს, რა ხდება, რა პროცესია? აი შენ ამბობ, რომ საკუთარ თავში ჩახედვა არის სწორი. რა არის ეს საკუთარ თავში ჩახედვა და რატო ხდება ის, რომ ადამიანი, რომელიც სხვების ცნებებით ცხოვრობს, არის ცუდად? და რატო ხდება ის, რომ ადამიანი, რომელიც თავის თავში იხედება, იქ რაღაცას პოულობს და არავის არაფერს არ ართმევს, მაგრამ კარგად არის. აი რა ხდება მან, რა ალქიმია არის? მოდით ძირეულ ნაწილს მივუდგეთ რა ის არის, რომ ცოტა იქით გავუშვებ მაშინ და მე შემოვუბრუნებ უკან ქვემოთ დადეში. ნახე სხვა გზაა მაინც უნდა მოვდგეთ ამას რა, სხვა გზა არის. ნახე უყურე, თქვა ცნებები არ არის. ხო. ჩვენ შორის მოხდება უკიდურესი კონფლიქტი. ეს კონფლიქტი ჩვენ მე გვაიძულებს რომ ცნებები შევქმნათ. მოვილაპარაკებ. ან ერთმანეთი დავხო. ხო. მე სხვა მოვაყო, ხო, სადღაცა მოვილაპარაკებ რა. ისევ შემოვაცნება რა. ესე იგი ორი ადამიანი სადაც არსებობს, იქ უკვე არსებობს რაღაცა მოლაპარაკება, ანუ რაღაც ცნება. კი ბატონო. ხო, მაგრამ შეიძლება იყოს უპირობო მდგომარეობა, სხვათა შორის ბოლო ჩემი აღმოჩენა იყო დესინქრონიზაციის პრინციპი რა. და მაგას ბოლოსკენ თუ მოვითავებთ, მაგრამ პრინციპები მაქვს ჩამოყალიბებული, მე თუ კარგად მოგიყვები მაგ პრინციპების შესახებ რა. ხომ არ სად მოვედით ხა ერთოთი? ადამიანის ურთიერთობა შეიძლება იყოს უძალისხმეო და უპირობო. და როგორც კი ის ხლეჩვა შემოვა, მე ერთმანეთს პირობებს უყენებენ. და ამ პირობების შესრულებას მიაქვს ენერგია და ვერც ერთი ვერ იქნება კარგად. უყურე, ცნება რო შემოდის, ცნება თავის თავში მოიაზრებს რაღაცა სახის პირობას. უყურე, რაღაცა სახის აკრძალვა ან მითითება. აკრძალვა და მითითება არის კონკრეტული რაღაცა შინაარსის, რომელიც ჩემ ფსიქიკურ ამჟამინდელ პროცესებს, короче, ან შეესაბამება დღის განმავლობაში 5 წუთი, ან დანარჩენი არა ვაფშე. ამიტომ თუ ეს ცნება შემოდის, ეს იმთავითვე მოერაზრებს შიდა კონფლიქტს. იმიტომ რომ შეიძლება ვერ არ ემთხვეოდეს შენ შინაგან რომელიც 24 საათში სუმონაცვლებს შეხობ როგორც ფსიქოლოგი იცი რა საუბრობ. და ეს ხო ვერ შეესაბამება შეუსაბამოა ცნება შინაგან პროცესთან და თუ ეს შეუსაბამოა შესაბამისად მოდის შინაგანი კონფლიქტი. პროტესტი. ეს შეიძლება იყოს სხეულებრივი ლევან. შეიძლება იყოს ემოციური და შეიძლება იყოს მენტალური. ძალიან ფართოში მე შემიძლია გითხრა ერთი რაღაცა, ნებისმიერი პროცესი, რაც ადამიანში შეიძლება მოხდეს, ერთდროულად არის მენტალურიც, სხეულებრივიც და ემოციურიც. და ერთმანეთთან მიეჯაჭვება ეს. შეიძლება რომელიღაც დომინირდეს უბრალოდ. ხო. მაგრამ თუ კი მენტალური პროცესი არსებობს პროტესტისა, იქვეა პროტესტებს სხეულის ვერ გავხვალ, მაგ მიღმა ხო გამორიცხული არ ამიყოს. ხო, მაგრამ უყურე რა, შენ ხარ იოგი. შენ ამითი დაკავებული ხარ, არ ვიცი, 30 წელია თუ რავი, თელი ცხოვრება და ხარ მე როგორც ვიცი და რა შეხებაც მაქვს, ძალიან მაგარი ამაში. და მე მინდა შენგან პასუხი უყურე, არიან ადამიანები, აი მე ვარ მაგალითად აი ამ პოდკასტის მაყურებელი. და მე მინდა გავიგო, რომ რომელიღაც რელიგიას დაუჯერო და იმის ცნებებით ვიცხოვრო, რომელიღაც კულტურას დაუჯერო, რომელიღაც არ ვიცი მე ინსტიტუციას დაუჯერო და იმის ცნებებით, ანუ სხვების ცნებებით ვიცხოვრო, თუ რაღაც სხვა გავაკეთო. იმიტომ რომ შენ ამბობ, რომ სხვების ცნებებით ცხოვრება არ არის კარგი. ამას არ მოაქვს არაფერი კარგი. მაგრამ რას მთავაზობ, რა ხდება ადამიანში ისეთი, რაც განაპირობებს იმას, რომ სხვების ცნებებით ცხოვრება ცუდია და რაღაცა შინაგანი პროცესებით ცხოვრება კარგია. რატოა ეს შინაგან
პროცესები ცხოვრება კარგი და რითი განსხვავდება ეს სხვების ცნებები ცხოვრებისგან. იმიტომ რომ მოდი გავუსწოროთ რა ფაქტს თვალი ადამიანების 99% მთელი 9/10 სხვების წესებით ცხოვრობს. ხო და რა არის აი რას გვთავაზობ? შენ ხარ იოგი, შენ ამბობ რომ იოგა ამას გვეუბნება. ვაუ, ქმებ მე მაგას რა, ფეხებზე მკიდი, აი მაგას. ათუ ფეხებზე მკიდია, ხოვერში შემოვიწყებლებით. რა უყურე ნახე. ფეხებზე მკიდია. ყველა ყასაბიც ნახე არა, ერთი წუთი მოიცადე. ნახე თუ ჩვენ ვიტყვით რომ 99.9% ცხოვრობს სხვისი დაწერილი წესებით, ეს არის უკვე ძველი შეხედულება რა. ერთი წუთი. აი ძველია თუ ახალია, რა ხდება? აი აქ. ხო და მოდი ესეთი ამიხსენი რა. მე ვიზახ შემდგომს რა რომ აი მიმართავ. ხო. რაც გინდა ქენი. რაც გინდა ქენი, უყურე სხვისი ცნებების ცნება პასუხს ვერ მოგცემს. რატო? იმიტომ რომ არ შეესაბამება შინაგან პროცესს, ვერ იზამს მაგას და იმის ერთადერთი გზა რაც შეგიძლია გააკეთო, ეს არის რომ თვითანალიზი დაიწყო. და თვითანალიზის რა ფორმას მეთოდს გამოიყენებ, მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის იოგა ფსიქოანალიზიც, იოგა შენ რასაც აკეთებ ჰოლოტროპულოს თქვაც, იოგა მედიტაციაც, იოგა წიგნის წაკითხვაც, ყველაფერი იოგა რაც შინაგან მდგომარეობას დამაკვირვებს. ანუ აი პირველი ძალიან აი მე გმინდოდა რა რომ ამიხსნა რა ხდება, რას ნიშნავს შინაგანი ცხოვრებით ცხოვრება. აი სწორედ მაგას რომ დაკვირვება საკუთარ თავზე. პირველი ეს რაც გავიგე შენგან, ხო? დაკვირვება და ამ დაკვირვებაში წეგან შემ ძალიან მაგარი რაღაცა ახსენე რომ იულიამ დესტრუქციულ გზაზე რაღაცას მიეჯახები გეტკინება და სინამდვილეში ხდება ორი რამე რა. კარგი, ამ ცნებებით ან იყუჩებ ამას რა. ან გტყივა. და იყუჩებ ნიშნავს იმას რომ ნახე ყურე ცეთქოს მე მაწუხებს რაღაცა შეგნე ღვიძლი რა და ვიყუჩებ მედიკამენტების საშუალებით და ეს ღვიძლის პრობლემა სულ არის. და სულ ვიყუჩებ ყოველდღიურად რაღაცა ცნებებით, რაღაცა დისციპლინით, რაღაცა იდეოლოგიით, რაღაცა სწავლებით დაჟე. და ამიტომ არის ხოლმე ეს სწავლებები ამ ღვიძლს ვერ კურნავს, ღვიძლს პირობითად ვიზახი. ცნობიერებში არსებობს რაღაც ისე მანდარი. ანუ პასუხი ანუ ყურე გაყუჩება არ არის პასუხი. და რა არის პასუხი? პასუხი არის ის რომ ღვიძლი არ გტკივოდეს. ხო და როგორ ყველაზე ცუდი კითხვა. როგორც გინდა. კარგი, იმისა ხო მაგრამ შენ უკვე თქვი ერთი რაღაცა. ანუ კი არ უნდა გარედან კი არ უნდა დავიწყო იმის გარკვევა თუ გარეთ კი არ უნდა დავიწყო იმის გარკვევა თუ რა ხდება ჩემს ღვიძლში, არამედ ღვიძლში უნდა ჩავიხედო. ღვიძლი მანდ გაქვს. ეხა მანდ მე ვაუქმებ ყველაზე მნიშვნელოვან რაღაცას რა. მე გვეუბნები ყველას, ვისაც ეს მოისმენს, ვინც ეხლა მოისმენს რა. იმისათვის რომ საკუთარ თავს დააკვირდე, სწავლება საჭირო არ არის. იმისათვის რომ დააკვირდე საკუთარ თავს უნდა იყო და იმისათვის რომ იყო არაფერი საჭირო უკვე ხარ. დადექი და დააკვირდი და გამორიცხულია რომ ვერ დაინახო. ოკეი. მან დაგაქ და თვალი გაახილე. და ეხლა მეტყვი როგორ გავახილო თვალი, დადექი და გაახილე თვალი. კაი. დამშვიდე. არა, კი არ დამშვიდე პირიქით. უყურე, შენ ამბობ რომ დაინახე რა ხდება შენში. ხო. დაინახე დაკვირვების გზით, მაგრამ თუ მე უნდა დავაკვირდე ჩემს თავს და ეს არის გზა იმისთვის რომ მე გავარკვიო რა არის კარგი და ცუდი, რა არის სწორი, არასწორი და საერთოდ რა უნდა ვაკეთო. მაშინ გარედან მიღებული ცნებები, რაც არ უნდა სწორი იყოს, ხელს ხო არ მიშლის ამაში. მაგრა გიშლის. იმიტომ რომ თუ მე მივიღე სიტყვაზე, აი ნებისმიერი რაღაც, აი თუ მე მივიღე სიტყვაზე რომ სიტყვაზე ესეთი სექსი სწორია, ესეთი სექსი არასწორია. მე თუ ეს მივიღე და თან, როდესაც მე სოციუმიდან რაღაცას ვიღებ, აქ ხო შიშიც არის ჩართული სოციუმის წინაშე, უზარმაზარი ხო? მე ხო დავპროგრამდი რომ აი ეს სწორია, აი ამას თუ მივიღებ, მე მაშინ სოციუმი გამრიყავს, უზარმაზარი ფსიქიკური ენერგია ჩაირთო და შიში და ავიც სირცხვილის გზნობა და მაშინ მე ჩემს თავს როგორ დავაკვირდები. დაკვირვება ხო უკვე მოწამლულია, დაკვირვების პროცესი. უკვე მოწამლულია და განწირულია. მეცაც ანუ განწირული იმისათვის რომ ხო განწირულია, კიდე ერთხელ ვიტყვი, განწირულია და მოწამლულია. და მანამ სანამ ეს მორალური წნეხი
კონცეფცია, ალგორითმი არსებობს, მანამდე ვერ იქნება ფსიქიკა დანახული თავის თავში. ვერ იქნება. ეს ძალიან დიდი განცხადება. ეს რომ კაცობრიობა ცხოვრობს შეიძლება სხვადასხვანაირი, მაგრამ ყოველთვის რაღაც მორალური ალგორითმი. კი, ყოველთვის არსებობს ეს მდგომარეობა და სანამ ეს გვერდზე არ იქნება გადაწეული, მანამდე ვერ იქნება ფსიქიკა გაცნობიერება. სხვადასხვა ლაკანიც მაგას აბუდა, ყველა ადამიანი ადრე თუ გვიან მიადგება თავის ჰომოსექსუალურ თემატიკას, ადრე თუ გვიან. და ხო, ფსიქიკურ პროცესებიც მიედინება მაგაში, მთელი პროცესუალური მდგომარეობა მიედინება, რომელშიც გარე ფაქტორები, კეთილცნებები მე ძალიან დიდი ხელშემშლელი პროცესია. ფაქტიურად ბლოკავს. მესმის. მე ხა ცოტა კიდე ადვოკატ იმის ეშმაკის ადვოკატი უნდა ვითამაშო, იცი რატო? იმიტომ რომ ლაკანი ჩემთვის უდიდესი მოაზროვნეა და რაც შენ ახლა ახსენე, შეიძლება ამაში ორივე ხელით გეთანხმებოდე, მაგრამ ისევ და ისევ რაღაცა გავარკვიოთ, მოდი ისე იმ ადამიანისთვის, ვინც ცოტა ნაკლებად ერკვევა ამ ყველაფერში. აი წარმოიდგინე. მე მაქვს ცნებები. მე მაქვს აკრძალვები. მე მაქვს შიში, რომ თუ ამ ცნებებს არ მიყვები, თუ ამ აკრძალვებს არ მიყვები, საზოგადოება გამრიყავს, ეს შიში არის ძალიან დიდი ფსიქიკური მექანიზმი, რომელიც მე მაკონტროლებს. აკონტროლებს ჩემს აზრებს, აკონტროლებს ჩემს სურვილებს, მოქმედებებს. და მე ამ შიშს ვერ ვაცნობიერებ, ეხლა უკვე მე ცოტა ფსიქოლოგიის ცოდნას გამოვიყენებ. მე ამ შიშს შეიძლება საერთოდ ვერ ვაცნობიერებდე, მაგრამ მთელი ცხოვრება ეს შიში მე მაკონტროლებს და მეუბნება, აი ესე წადი აქ, ეს გააკეთე, ეხლა გაჩუნდი, ეხლა ილაპარაკე, ეხლა ჩაიცვი, ეხლა გაიხადე და ასე შემდეგ, ხო? ხო. კი, ლეონ. და ამ დროს ჩვენ ვლაპარაკობთ საკუთარი თავის შემეცნებაზე. ანუ და შენ ეხლა ისეთი განცხადება გააკეთე რეალურად სოფლიოში 1-2 მოაზროვნის გარდა წესით არავინ არ უნდა დაგეთანხმოს. შენ წეღა თქვი რა, რომ მორალი, როგორც ესეთი, ჩვენ სანამ გვაქვს, ჩვენ შანსი არ გვაქვს, რომ კარგად ვიყოთ. შანსი არ არის. ვაუ, ეს ძალიან დიდი განცხადებაა. შანსი არ არის ვაფშე. კაი, იცი რა არის? იქიდან გამომდინარე, რომ შენ ეხლა თქვი ის რასაც მე შეიძლება ორი ხელით კი არა ამაზე წიგნს წერ, აი ამ თემაზე, მაგრამ მოდი ეხლა ჩემი ფაქტორი გამოვრიცხოთ. შენ ეხლა თქვი ისეთი რაღაცა, რაზეც ადამიანების 99.9% და მის კიდე 9% არ დაგეთანხმება, იმიტომ რომ ყველა ადამიანი რაღაც მორალით ცხოვრობს. ზუსტად. ეხლა შენ უბრალოდ ვალდებული ხარ, რომ ახსნა რატო ხდება, რას ამბობს საერთოდ. რატო უნდა გადავაგდო მე მორალი იმისთვის, რომ მე კარგად ვიყო და რატოა ეს აუცილებელი? ოი, ისე მომინდა რომ დამეხატა შენ არიცი რა, მაგრამ რაღაცნაირად უნდა ნახე უკვე ლეონ. ცოტა შენ შემოტრიალ ცოტათი ოდნავ. ეხლა უკვე ამის აქეთ მოდი ამის აქეთ რა ვთქვა ლეონ რა, რომ მე აქეთ რა სიტყვაზე ერთი ოჯახის წერი, მეორე, მესამე, მეოთხე, იმის უკით მეგობარი ტაპ ესე ფენებად რო ავიღოთ, მეგობრის წრე, სამსახურის წრე, გარესოციმ კიდე იქით ფენები, აქ გარენაწილი ალბათ რა. შენ ახლა საოცრად მოხაზე წეგან რა და აღარ ვეცდები მაგის ხელახალ გამეორებას, რომ სინამდვილეში აქ შიში დევს. და მე ამას იმიტომ ვიქცევი, რომ ეს აქ მოგვარდეს. და იმისათვის რომ ეს შიში იყოს კომპენსირებული, აქ დევს მორალი. რისი შიში ცოტა შიში დააკონკრეტო. საზოგადოებამ რო არ გამრიყოს. ხო. ეს შიში რომ ასე ცალკე ავიღოთ გენეტიკურ დონეზე დევს ჩვენ ცნობიერებაში რა. ძალიან ღრმად არის ქვეცნობიერებაში, ძალიან ფსიქიკურ დონეზე ნამდვილად. ძალიან ღრმად. შეიძლება სხეულშიც არის რა, ძალიან ღრმად. ამიტომ აქეთ ფონზე, ანუ სარკის, ანუ ფანჯრის აქეთ ამ მხარეს რა, მე სვამ საკუთარ თავს იმ მორალური, ეთიკური მიკროკულტურის ჩარჩოებში, რომელიც ჩემს ფსიქიკას არ შეესაბამება და აქეთ ვარ ცუდად. ანუ შენი ფსიქიკა ყოველთვის ცუდად არის იმის გამო, რომ შენ რაღაცას მოერგე. კი, და ხდება ისევ იგივე. ეს მორალური ნაწილები, ეს ეთიკური ნაწილები, რაღაც ჩამოვაყალიბე. იცი რა არ მაგმაყოფილებს შენ საუბარში? უცბელად გეტყვი რა.
ისევ და ისევ მიუხედავად იმისა გეთანხმები თუ არა, უყურე რა. შენ თუ მეუბნები მე რომ რაღაც მორალი მიუხედავად იმისა სწორია თუ არა, მე ჩემ ფსიქიკას ყოველთვის აწუხებს, იმიტომ რომ ჩემი ფსიქიკის პროცესებს არ შეესაბამება. რატო აწუხებს? ხო შეიძლება, აი მაგალითად, არ მოკლა, რატო უნდა აწუხებდეს ჩემ ფსიქიკას? თუ კი ადამიანი მკვლელი არ არის თავისი ბუნებით. მაგრამ შენ თუ პასუხე შენ თავს. რატო? თუ მკვლელი არ არის თავისი ბუნებით. ხო და აი უყურე არ არის ადამიანი მკვლელი. ცნებას არ აწუხებს და ეს პროცესი მისთვის მოხსნილია, მაგრამ მოპარვა აწუხებს. სირცხვილი აწუხებს. რატო მკვლელი არ არის ადამიანი თავისი ბუნებით? უყურე. ეგრე რომ აიღო და თუ მაგას აგდებ, კი არის გეტყვი. ოკეი არის. მაგრამ ეს გეუბნები ისევ მოგიტრალებ შემდგომს. მე შენი ჩანთა არ მინდა. ხო და რატო არ გინდა? ხო ბუნებრივი იყო რომ დაინახე კაი ჩანთაა და მოგინდა. არ მინდა. ხო აი რა არის ადამიანისთვის ბუნებრივი? აი ხა მაგაშია საქმე რა რომ ბუნებრივი რომ გინდოდეს და ბუნებრივი რომ არ გინდოდეს. აქ მდგომარეობს იმაში რომ რა ხდება შიგნით, რა ხდება ეხა შევეცდები რომ თქვა. შევეცდები რომ თქვა. ნახე რა უყურე. შენ მე ერთ წუთი მანდრო რა. ნახე. სირცხვილის გზნობა. რა არის? რა არის სირცხვილის გზნობა? სირცხვილის გზნობა, ჩემი აზრით, ეს არის შიში, რომ დამცინებენ და მიუღებელი ვიქნები და გამრიყავენ და მოვკვდები. რომ სირცხვილი, ნუ ყველა შიში ხო სიკვდილთან მიდის კლასიკურად. თქვენი იმიტომ რომ ისეთი არ ვარ ან ისე არ მოვიქეცი, როგორიც არის მიღებული. როგორიც წევაც არის მიღებული, კი. ოკეი. ნახე უყურე. სირცხვილი ხო სოციალური გზნობა, ადამიანს აქვს სირცხვილის გზნობა თავის თავთან. სოციალური გზნობა მაგრამ შეიძლება იყოს შინაგანი გზნობაც. როგორ? აი მაგალითად მცხვენია რომ მცხვირი მაქვს ესეთი. ეს როგორი გზნობა? სოციალური აქვს. მცხვენია ვისი? ჰა? ხალხის ისე მოდიღარ მაგაზე. ხო, ნახე უყურე. მცხვენია, ნახე ესე. მეორე თუ არ არის შენ გვერდზე, შენ რაიმე სიკვცხვენია. ხედა, უყურე ნახე. მოყვი ნახე უყურე. მე მცხვირი, რა სიტყვაზე მცხვენია და მცხვირის რა. ხო. გზელი მცხვირი. იმიტომ რომ ატომას იმიტომ რომ მე მგონი ადამიანი არ არის ვისაც საკუთარი ცხვირის რაღაც მომენტში მაინც არ რაღაც ეტაპზე მაინც არ სხვენოდა. ხო მე რა ხდებოდა რა? ხდებოდა საინტერესო ის რომ ხო ყველა მოდიოდა ჩემ ცხვირს აქცევდა ყურადღებას. იზიდავდი. იზიდავდი ხო ძალიან ჩვეულებრივ მომენტია. ხო. ხო და მე ხარ მცხვენია ამის. და ეხლა უყურე ნახე რა არის. რომელი ჯობია ცნება არ გცხვენოდეს. თუ შინაგანად არ გცხვენი. ეხლა ის გადატროგე რაშიც გინდა იმაში. ნახე უყურე მე გეუბნები რომ რომელი ჯობია ცნება არ მოპარო ლევანას. თუ არც კი განიხილავ რომ მოპარო. და უყურე მე რა მინდა რომ მორალი რა არის? მოდი ჩავშალოთ მორალი რა არის რა? მორალი არის შინაგანი მდგომარეობა, რომელიც სინამდვილეში გინდა რომ გააკეთო და არ აკეთებ. სინამდვილეში გინდა რომ გააკეთო და არ აკეთებ. არ აკეთებ რატო? იმიტომ რომ ამას მოყვება რაღაცა რომელიც რეაქცია სოციუმის მხრიდან. კი ბატონო. არის ეგეთი გამოთქმა ფრანგი ერთი მოაზროვნე მუსიკოსის მორალი ყოველთვის სხვების მორალია. Exact. ანუ შენი მორალი რეალურად არ არსებობს. არ არის ხო ვერ იქნება შენი მორალი ხო სწორედ მანდარი. ნახე უყურე. მე ვამბობ ესეთ რაღაცას რომ ეს ტიპი რომელიც მორალია და სანამ მორალში ვტრიალებ ხო. მანამდე სულ იქნება ის რასაც უნდა რომ მორალის მიღმა გააკეთოს. აჰა. და ამას ცნობიერებას სულ აგროვებს. დაგუბებული მდინარის გადმოსვლას აზარელია. მოდი რა ხდება ეს რაღაცაში. ნახე, ეხა ფსიქოლოგიას შევუატროთ აქედან. ძალიან მარტივი რაღაცა, კომპრესირებული ემოცია აუცილებლად ამოხეთქავს. ან გარდაიქმნება უფრო მახინჯ ემოციად. კიდევ უფრო ქვემახინჯად. კაი, მე სხვანაირად ჩამოვაყალიბებ, რასაც შენ ამბობ. ძალადობა არ მუშაობს.
ყოველ შემთხვევაში ფსიქიკაზე. ვერ. იმიტომ რომ ძალადობა ყოველთვის ქმნის მეტ დესტრუქციას. რა უეჭველი ეგრეა. და მორალი ეს არის ძალადობა ფსიქიკაზე. 100%-იანი. კარგი, მაშინ რას გვთავაზობ? აი, მე ვარ ადამიანი, პირველად გავიგე შენგან ესეთი რაღაცა, თქვათ. და შენ მეუბნები რომ მორალი ეს არის შენ ფსიქიკაზე ძალადობა და მე კიდე მთელი ცხოვრება ერთადერთი რაც ვიცოდი ეს იყო მორალი. იმიტომ ბავშვობიდან მეუბნებოდნენ რომ აი ეს არის კაი, ეს არის ცუდი, ეს არის ზნეობრივი, ეს არის არაზნეობრივი და ესე გამზარდეს და ამაპროგრამეს და მე ვიცი მორალი, მეტი არაფერი არ ვიცი. და მოდი რეალობას თვალი გავუსწოროთ, ესეთები არიან ადამიანების უმეტესობა. აი რას თავაზობ შენ ადამიანებს, რომ რა ქნან? მორალი თუ დესტრუქცია, ესე იგი ის ფსიქიკაში ქმნის ქმნის წინააღმდეგობას, ქმნის აგრესიას და ქმნის ის ვერ არის ჰარმონიული. მაგრამ აყუჩებს. ხო. მაგრამ აყუჩებს. ხო. შის გიყუჩებს რა. ანუ ხო, შის აყუჩებს. ანუ მედიკამენტებით არის რა. ხო, მაგრამ გაყუჩებული მდგომარეობა შეიძლება ჩავთვალოთ ჰარმონიულ მდგომარეობად. ვერასდროს. გამორიცხული. და შენ თვლი რომ ადამიანს, იმიტომ რომ რატო გეკითხები, იცი ამას რომ ძალიან ბევრი მოაზროვნე თვლის რომ საერთოდ არ არსებობს ადამიანისთვის ჰარმონიული მდგომარეობა. და აი ამაზე რა სიტყვი? არსებობს ადამიანისთვის ჰარმონიული მდგომარეობა. მე მიღწეული მაგასთვის არ მაქვს. თუმცა კონცეფცუალურად შემიძლია შემოვაგდო ესეთი თემა რა. შენ შეიძლება იყო საკითხთან უძალისხმეო. მაგალითად გეტყვი შემდგომს რა მე შემიძლია შენთან ვიყო უძალისხმო პროცესში. გიოსთან ვიყო უძალისხმო პროცესში სიტყვაზე ვიძახ. ეს არის ჩემი ცნობიერების ერთი მოლეკულა, რომელიც უძალისხმოა შენთან. და თუ კი პრეცედენტი არსებობს ერთისა, ესე იგი არსებობს რას ნიშნავს უძალისხმეო? უძალისხმეო ნიშნავს იმას, სადაც მორალი არ მჭირდება შენთან ურთიერთობაში, არ მჭირდება რამე სახის ეთიკა. რამე სახის შინაგანი რანაირად როგორ და ეგრე უძალისხმეო აი როგორ აი არ მესმის რას მეუბნები გეტყვი ხო ერთ წუთი ნახე ლეონ ჩემი შინაგანი განცდით მე შენ პატივს გცემ ოკეი და იმისათვის რომ მე შენთან კომუნიკაცია დავამყარო შიგნით ფსიქიკურ მდგომარეობაში, ჩემს გონებაში არაფერი არ ხდება, რასაც მე ვაკონტროლებ იმისათვის, რომ შენთან კომუნიკაცია შედგეს. უკონტროლოა. იმიტომ რომ ამის უკან ფსიქიკაში დგას შენს მიმართ პატივისცემა. მაგრამ თუ მე შენ პატივს არ გცემ, ერთობა მორალის კოდექსი. რომ ლეონს პატივი ეცი. და მოიქეცი ზდილობის ფარგლებში და ზდილობის ფარგლებში მოქცევა ჩემს შინაგან ბუნებას არ შეესაბამება და მე ამაზე მეხარჯება ენერგია იმისათვის რომ რაღაცა სახის კონკრეტულ ჯერში გამოვჭედო. რატომ ცემდი პატივს? სანამ მორალი შემოვიდოდა. სანამ მორალი შემოვიდა. აი ორი ბავშვი ავიღოთ, თამაშობენ ქვიშაში, პატივს ცემენ ისინი ერთმანეთს. არა. რატო? იმიტომ რომ ჯერ არ აქვს ეს. და საიდან უჩდებათ ეს? საიდან უჩდებათ და სწავლის პროცესი სწორედ ეგ არის ის კი არ არის რომ მას დაასწავლო რომ ეს არ გააკეთო მას ანახო თუ რას ნიშნავს ეს შინაგანად და იმისათვის რომ ანახო როგორ შენ თუ ცემას პატივი ოკეი და დაინახავს რა დაინახავს შეიძლება რას დავამატო მიდი მაგარამის დავამატე რატო იცი იმიტომ გეთანხმები მოყვები მაგრამ რაღაც ინგრედიენტი აკლია ამას იმიტომ რა თქმა უნდა ვერ მოვასწრებს მე გავშორდეთ მიდი ცოტა ამაგიტო ვარ მე კი ჩემი პატივი ჩემი ადამიანებისადმი პატივისცემის შემიძლია ჩემს შვილს ვასწავლო რომ ადამიანებს პატივი უნდა სცეს და ეს იქნება ის რასაც ადამიანები ესე სწავლობენ საერთოდ მიბაძვით მაგრამ არის კიდე ერთი რაღაცა მე შემიძლია ჩემ შვილს სულ მცირე ასაკიდან დაბადების მომენტიდან ისე მოვექცე არაძალადობრივად რომ ვასწავლოთ საკუთარ თავთან
გაცნობიერებული რა მაგარია ხო ნახე რა ანუ ის კი არ ვასწავლო რომ არ დაარტყა სხვა ვასწავლო საკუთარ თავზე დაკვირვება როდესაც ურტყამს და როდესაც არ ურტყამს და საკუთარ ემოციებზე დაკვირვება ისე მან მოვდივართ და ამის ვერბალიზაცია ვასწავლო აზროვნება ვასწავლო ანუ რეალურად მორალი უპირისპირდება შემეცნებას. მაგრა ბლოკავს. ნახე, სწორედ იმიტომ რომ არის ერთი გზა რომ დაასწავლო წესები, დაასწავლო ცნებები და აუკრძალო ეს კაია უთხრა ეს ცუდია და აქ დააშინო იქ წახალისება მისცე, ეს არის მორალის გზა. მაგრამ არის მეორე გზა რომ ასწავლო საკუთარ თავზე დაკვირვება და ასწავლო რომ აი შენ რო ურტყამ რას გრძნობ ამ დროს. რას ფიქრობ? რას ფიქრობ დებაგო მომიში? ნუ ეს ხო გამორიცხული აუცილებლად მოხდება. მთელი მუღამის დგომარეობს იმაში, ისე როგორც ბავშვი ჩვენზე რომ ის კი არა რომ აიგრძალო, გაიგო იმ მომენტში რა ხდებოდა შიგნი. რა ხდებოდა? რა პროცესები მიმდინარეობდა და მთელი ფსიქიკა ამაში ჩართული. ანუ ეს ორი სულ სხვადასხვა ადამიანია, იმიტომ რომ და თუ ეს იქნება გაგებული, მე ეს ახალწლდება. იცი რა, ეხლა ჩვენ გვესმის ერთმანეთის აშკარად, მაგრამ ვინც ჩვენ მოგვისმენს იმას, აი როგორ ფიქრობ, ეხლა როგორ გრძნობ შენ იმას? უეჭველი გაიგო. კი. არ ვიცი, მე არ ვარ დარწმუნებული. მე ვფიქრობ რომ გაიგო. აი უყურე. ხო. დედა. რომელიც ბავშვს ასწავლის. ბუდიში უნდა შეგაწყვეტინო რა. ერთი წუთი მისვინე რა. ჩვენ ხო იქ ძალიან კაი თემაზე ვუბეროთ რა. უბრალოდ მე არ მინდა რომ ჰაერში ავიჭრა და ვერავინ ვერ გამოკვეს. არა, რატო? თუ შენ დაჯერება იქნება იმისა რომ იცი რომ იცი და ჩვენ ახლა ამაზე ვსაუბრობთ და იცი და 5 ადამიანი ამას გაიგებს ჩვენი არაცნობიერი მაგას გამოიცვლის რომ ესაც 5 არაცნობიერი 5 ადამიანი გაიგებს და მოდი არა მოდი ეხლავე გაიგოს სულ ყველამ ეს არ შეიძლება ისე უნდა ვთქვათ რომ გაიგოს ხო და მოდი ესე ვთქვათ და იქნება ესე მე ესე განწყობით ვიხარ თავიდან კი გეთანხმები მოდი მომყევი მაგაში რა ნახე არა კარგი ყველა მოდა გაიგოს ნელია რატოა ძნელი შიშია შიში ჩვენს უყურე აი ისევ დედას დაუბრუნდები ოღონდ სხვა კუთხით ახლა რაც უნდა მეთქვა იმას არ ვიტყვი უყურე რა დედას ყავს შვილი დედას შეუძლია რომ ყოველ წამს ყოველ იმ სიტუაციაში სადაც ბავშვი დესტრუქციულად იწვევ ვიღაცას ურტყამს ან ართმევს ან რაღაც ბავშვს უთხრას ერთი ვარიანტია რომ უთხრას რომ არ დაარტყათ თორე მოგხვდება კუთხეში დაგაყენებ გესმის? ეს არის მორალის გზა. მორალი არ არსებობს დაშინების, გაკიცხვის, დადანაშაულების გარეშე. არ მუშაობს უბრალოდ. სადაც არის მორალი, იქ არის დანაშაულის განცდა. ესე არ არის? ანუ დედა იძულებულია რომ დაადანაშაულოს შვილი. შენ დამნაშავე ხარ რომ დაარტყი, ამიტომ ეხლა დაისჯები და დაისწავლი შენი სხეული დაიმახსოვრებს რომ თუ ესე მოიქცევით მეტკინება, ხო? ეს არის გაწვრთნა ადამიანის, ხო? მაგრამ არის მეორე გზა. რომ ყოველ სიტუაციაში, სადაც ბავშვი მოიქცევა დესტრუქციულად, შენ ბავშვს ასწავლო საკუთარ თავზე დაკვირვება, ეს მოითხოვს უზარმაზარ ენერგიას. ეს სულ სხვა ტიპის აღზრდაა. ეს აღზრდაც არ არის, ეს არის ურთიერთობა ბავშვთან. მე მაქვს არ ვიცი 700 გვერდიანი თუ რაღაც სახელმძღვანელო დაწერილი ბავშვთან ურთიერთობის სახელმძღვანელო ქვია. მაგას ენციკლოპედიური შრომაა, იმიტომ რომ თითქმის ყველა სიტუაცია რაშიც შეიძლება შობელი ბავშვთან ურთიერთობის დროს მოხდეს. და რატო დავარქვი ბავშვთან ურთიერთობა და არა აღზრდა? იმიტომ რომ აღზრდა ეს ნიშნავს ბავშვში რაღაცის არ მიღებას და მის გადაკეთებას. და ეს ჩემთვის მიუღებელია. ხვდები? რა კარგად ამბობ და ეგ რასაც ახლა შენ თქვი, ყველამ გაიგო. აი ყველამ გაიგო. არა მგონია. არა რატო ყველამ გაიგო. კაი. რატო არა? დავამთავრე. კაი მიდი და უყურე. და რატო დავარქვი ბავშვთან ურთიერთობა? იმიტომ რომ აღზრდა ხო ესეთია ძალადობრივი ცნებაა საერთოდ, ხო? და ურთიერთობა ნიშნავს ბავშვთან ურთიერთობა ნიშნავს იმას, რომ ის თანასწორია შენ ართული რომ ის სულელია და შენ ჭკვიანი ხარ და შენ უნდა ასწავლო. ანუ შენ მასთან ერთად სწავლობ სიტუაციებში გარკვევას, შენ მასთან ერთად სწავლობ საკუთარ თავში გარკვევას და ის შენთან ერთად სწავლობს საკუთარ თავში გარკვევას. იმიტომ რომ ის რომ ვიღაცას რაღაცას ართმევს ბავშვი, შენ იმას კი არ ეუბნები რომ აი თუ წაართმევ დაგჭი, ან ეუბნები რომ აი რატო მოგინდა რომ წაგერთმია. ის გეუბნება რომ მინდოდა აი ის მომეწონა, მაგრამ ის რომ მოგეწონა, შენ ასწავლი სხვისი გრძნობის დანახვასაც. იმას ხო ეტკინა ეუბნები. კი ეტკინა. ხვდები? რა თქმა უნდა. და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა. ხვდები? უყურე,
ეს არის ძალიან რთული გზა. ეს არ არის მარტივია გაწვრთნილი მაიმუნი გაწვრთნა და დაარქვა ადამიანი. მაგრამ ძალიან ადვილია გაზარდო ადამიანი, რომელმაც იცის საკუთარ თავთან ურთიერთობა, საკუთარ თავზე დაკვირვება და შემეცნება. ეს საერთოდ სხვა რამეა, მაგრამ რატო ვთქვი ახლა ეს? იმიტომ რომ შენ რო თქვი ყველა ამბობ, ყველას ესმისო. არ ამგონია რომ ყველას ესმოდის, იმიტომ რომ აი ახლა დარწმუნებული ვარ, რამდენი დედაც გვისმენს 100 დედიდან 99 ფიქრობს, მოიცა ახლა სად მაქვს მაგის დრო ელემენტარულად. და პლანშეტს მიცემს ხელში, ხო? რა, გაჯეტს მიცემს ხელში. ან გაჯეტს მიცემს, ან დასჯის. დასჯის და არ დახარჯავს იქ 2 წამის მაგივრად 1 საათს, რომ ბავშვთან ისაუბროს ამაზე ძალიან დიდხანს. გესმის? მოდი ერთ რამესაც ჩაურთავ რა. და შიში მე რო ასეთ ადამიანს გავზდი. ეს უსუსური არ იქნება იმ ადამიანებთან, რომლებმაც მარტო სასჯელებით და შიშით და ერთმანეთის დაშინებით იციან ურთიერთობა. რა თქმა უნდა. ეს ჩემთვის ძალიან ბევრ დედას უთქვია ჰაერიდან კი არ მომა. ლევან იმაგასაც მინდა რომ ხაზი გაუსვა რა, ბოდიში რა. ერთი რომ დასჯის და დაადანაშაულებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქისთვის. ხო. დამნაშავედ აქცევს რა და ეს მე ფსიქიკისთვის არ მოვაბათ ახლა მაგას უზარმაზარი ჩვენ შეგვიძლია საათობით ვილაპარაკოთ რას ნიშნავს დანაშაულის შეგრძნება შიგნით რომელსაც მეორე მოყვება პოსტფაქტუმ თვითონ დანაშაულის ჩადენა შემდგომ ძალიან სასწაულია ეს პროცესი და ეხლა შეიძლება ზამბობ ხო და გეთახმები ყველაფერში მოყვები რა იცი რა გამახსენდა ეს მაგალითი მინდა რომ მოვყვე რომელიც ძალიან ილუსტრაციული იყო რა ჩემს ახლობლებში ვზივარ რა და ბავშვი გამოვიდა და 4-5 წლის იყო და შაროლი ჩაიხადა გაშიშვდა. ეხლა რა მოხდა ლევან რა? გარემოდან ეგრევე დაიწყო თავდასხმა. მივიდა და ნეუნებია რა შვები, ეს არ შეიძლება, ძაღლი მოგაჭამს, იმას იზამს, ანუ ბავშვი შეერცხვინეს და დაადანაშაულის. შეაშინეს და დაადანაშაულის. რეალურად ტრამვა აკიდეს ისე ძალიან მოგაჭამს უკვე ძალიან ტრამვა. ვეუნები მოიცადეთ ერთი წუთი ნუ შვები ამას. მოდი ვკითხოთ რა ხდება. მივედი ბავშვთან და ბავშვთან შეშინებული თვალები აქვს, ბავშვი ძალიან შეშინებული თვალებით და ვეუნები რატო ქენი ეს? არ ვიცი მე დამცხა და იმიტომ გავიხადე. რა ბუნებრივია. რა ბუნებრივი ხდები? და აი ამას ხო შეიძლება ვინმეს ეკითხა ეს მანამ სანამ აი ესე გაწერავდნენ. და ეხლა ხდება ეს პროცესი ეხლა მშობელს მიმართავ მე. ეს მომენტი მისმა ცნობიერმა შეიძლება დაივიწყოს. აჰა. და გამოხდეს 20 წლის მერე, 15 წლის მერე. სადღაც ისეთ მდგომარეობაში, როდესაც მე დაჭირდება წლები რომ ფსიქოანალიზით ჩაწვდე, შენთან მოვიდე ჰოლოტროპულით ამოვაგდო ის ტკივილი, რომელიც იგანისადა. მაშინ როდესაც ძალიან მარტივია რომ საერთოდ არ მიაყენო ეს ტკივილი. ხო, კითხვა რა ხდება? რაც ეხა შენ თქვი რა, ლევან, ხო, ამაზე ვაქსაუბარი. და ამიტომ ხო, მაგრამ იცი რა არის მაინც ჩემი გამოცდილებით. ადამიანები, როგორც აი ესეც საუბრებს, როცა ისეთ რაღაცებს ესაუბრები და მიდიხარ იქამდე რომ მორალი ეს არის რაღაც დამსჯელობითი ორგანიზაცია, რომელიც მოდის შენთან და ფსიქიკას გინგრევს. ამას აქამდე რომ მიყავს ადამიანი, ესე გისმენს, მოყვება ლოგიკაში და უცებ ესე აკეთებს. მაგრამ იგონანძღავენ ახლა ჩვენ. აქ კომენტარი ვიწავა. არა, ხო. და გეუბნება, აბა რა ვქნათ? მორალის გარეშე ვიცხოვროთ? ხო. ხო. და ეხლა მე შენ გეკითხები, რომ როგორ ვიცხოვრო? მორალის გარეშე ვიცხოვროთ, აბა? ხო, მორალის გარეშე არ გჭირდება. აი ეგრე, სადაც გაიგე შიგნი რა ხდება და მე მორალი აღარ გჭირდება. ოკეი, ესე იგი მორალი ჭირდებათ იმათ, ვინც არ იციან რა ხდება მათ ტვინებში. ფსიქიკაში. ანუ ოკეი, მაგრამ ეს რეალურია შენ თვლი მასობრივ დონეზე? რო ადამიანები იმდენად იცნობდნენ საკუთარ თავს და იმდენად ჰარმონიაში იყვნენ საკუთარ თავთან, რომ არ ჭირდებოდეთ მორალი და ესეთი სოციუმი არსებობდეს. მე მგონი კაი კითხვა, არ არის ცუდი კითხვა.
მე მგონი ჩვენ ერთხელაც უნდა ვილსაუბროთ მაგაზე რა და ცალკე? ცალკე თუნდაც ცალკე მაგრამ კი გულწრფელად გეტყვი რა შესაძლებელია მაგრამ სტატისტიკა მეუნება რომ არა ერთ ფაქტს გეტყვი რომელიც მე ვთვლი რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტია კაცობრიობის ისტორიაში და ხდება ჩვენს დროს, ჩვენს გვერდზე და არავინ ამას ყურადღებას არ აქცევს. ჰოლანდიაში ციხეები აღარ არსებობს, იცი? ჰოლანდია არის ქვეყანა, სადაც პატიმრები აღარ ყავთ. არის ციცე ჩამოსათვლელი ადამიანები, რომლებიც მე მგონი ნორვეგიაში გადაყავთ, იმიტომ რომ რეალურად ციხეები აღარ არის. აი, გახსოვს შენ Facebook-ზე გააზიარე აფრიკის ტომის სასამართლო? კი, მაგასაც ვიტყვი, მაგრამ აი, რა არის, იცი, რომ წარმოიდგინე რა. ადამიანი ყოველთვის არსებობდა განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გაჩნდა სოციუმები, სადაც ადამიანები ერთმანეთს ვერ ცნობენ. უყურე, პატარა სოციუმში, სადაც ყველას იცნობს, აი, პირველი ბილი თემური წყობილების დროს მაგალითად ადამიანი ყველას იცნობდა თემში. ამიტომ აი ეს კოდექსების და სასამართლოების და ამების საჭიროება არ იყო, იმიტომ რომ იქვე ირკვეოდა ლოკალურად ყველაფერი, მაგრამ რომ გაჩნდა ქალაქები, სადაც ორი უცნობი ადამიანი შეიძლება ერთმანეთს შეხვდეს და ერთმა რაღაცა ჩაარტყას თავში და მოკლას და გაიქცეს, ხო? უკვე საჭირო გახდა უფრო ძლიერი მორალი, უფრო ძლიერი დაპროგრამება ადამიანის, რომ ეს შეიძლება, ეს არ შეიძლება და სასამართლო, ციხე და ასე შემდეგ, ხო? და ასეთი დამსჯელობითი გზით წავიდა ადამიანი. შეიძლება კიბებზეაც. ხო, ადამიანი წავიდა არა საკუთარი თავის შემეცნების გზით, არამედ დამსჯელობითი დაპროგრამებით. ხო და მაგრამ შემდეგ დაიწერა ისეთი ძველი ბერძენი ფილოსოფოსების ისეთი ნაწარმოებები, როგორც არის სახელმწიფო და ასე შემდეგ და მე ცდილობდნენ რომ რაღაცნაირად მისულიყვნენ იქამდე რომ გაერკვიათ როგორ უნდა ვიცხოვროთ და არ გამოდის, იმიტომ რომ ვერ მივიდა ადამიანი იქამდე რომ არ არსებობდეს ეგეთი დამსჯელობითი ინსტიტუცია და ამ დროს შუაგულ ევროპაში 21 საუკუნეში ერთ-ერთ სახელმწიფოში იმდენად მცირდება კრიმინალი რომ რეალურად აღარ არის. როგორ ქნის ეგ? არა რა, რის საპასუხოდ გეუბნები, იცი ამას, რომ სტატისტიკა საპირისპიროს მეუბნებაო. რეალურად სტატისტიკა ცოტა ისეთი რაღაც არის რა, რომელ სოციუმზე ვლაპარაკობ, რომელ ცოტა შორის მე შევესწარი ერთხელ ჩემ მასწავლებლისა და მოსამართლის საუბარს. და თემატურად ფილოსოფიურად განიხილებოდა შემდგომი. როდესაც სოციუმის ჯის ინდივიდს ჯის მას მთლიანად სინამდვილეში ხდება შემდგომი, რომ რომელიც კრიმინალი ჩაიდინა, არის ცნობიერების რაღაცა ნაწილი. რაღაც პატარა ნაწილი სინამდვილეში რა. უბრალოდ არ გააჩნია კაცობრიობის ის მექანიზმი, რომ თუნდ მარტო ის პატარა ნაწილი დასაჯოს და არ მთლიანად ადამიანი. არ გააჩნია მარტო იმას ვერ დასჯიქ. ამიტომ იღებს და ძლივს მთლიანად. განსასწრებია. არ და რეალურად ფსიქოლოგია ხო ვიცით? ხო არსებობს უკვე ეს დარგია რა და ვიცით რომ რაც არ უნდა ჩაიდინოს ადამიანმა, ეს არ არის მისი მთლიანი ცნობიერება. ეს არის მისი ერთ-ერთი ნაწილი, მისი. მოდი ვიღაცას რო ძალიან ესეთი გიჟები და ის არ ვეგონოთ. მოდი ესეთ რა თქმა უნდა საჭიროა ამ მდგომარეობიდან. საჭიროა იმისათვის რომ რაღაც ჯერჯერობით რაღაცა წესრიგი შეიქმნას. მაგრამ ამავე დროს უნდა იყოს გაცნობიერებული ეს ყველა ჩვენს მიერ რომ ეს საჭიროება არის საფრთხე. და საფრთხეზე ვსაუბრობთ უკვე საფრთხე კი არა, როგორ გითხრა, საფრთხე ისე თქვა არ არის. ეს საჭიროება არის ზიანი ამავე დროს. ანუ ეხლა რა ზიანი? წესების საჭიროება ამავე დროს ზიანია. ეს რას მიაკავს იცი? როდესაც მანქანით მიდიხარ და ერთდროულად დაჭერ სიჩქარეს გაზსაც და ტორმოსაც. ერთდროულად იცი რა არის? მე მგონია, რომ საქმე არის დოზებში და შემეცნების ხარისხში. იმიტომ რომ იცი რატო? იმიტომ რომ წესები რეალურად ყოველთვის დაგვჭირდება და არის არსებობს ორი ადამიანი
წესების გარეშე. იმიტომ რომ თუ ორი ადამიანი ერთად იქნა, ისინი რაღაცაზე ყოველთვის შეთანხმდებიან. აი ერთი იტყვის რომ მე არ მინდა რომ აი მე აქ დავკიდებ ჩემს იმას რა ქვია პირობებზე შეთანხმდებიან რაღაცაზე შეთანხმდებიან ეს უკვე წესია უბრალოდ მე რას ვამბობ იცი რომ სამწუხაროდ ჩვენ ცხოვრობთ სოციუმში სადაც არის მარტო წესები და საკუთარი თავის შემეცნება რეალურად აკრძალულია ვიცი ის თქმა მინდა და ადამიანები მიდიან ფსიქოლოგებთან ხო იმისთვის რომ საკუთარი თავი შეიმეცნონ და ეს ითვლება ავადმყოფობად. ანუ ხდები საცხოვრობთ. ხო სანსიგიჟია, ხდები სანსიგიჟია თვითონ ის რაც ეხლა. და ისი არის მე ძალიან ერთის მხრივ ძალიან გამიხარდა შენ რომ მითხარი რომ ეს იოგა როგორც მომაწესრიგებელი ინსტიტუცია მოძველებულიაო, იმიტომ რომ შინაგანად მეც ვეწინააღმდეგები აი ამ კიდე ერთ მომაწესრიგებელ ინსტიტუციას და მეორე მხრივ ცოტა გული დამწყდა, იმიტომ რომ მინდოდა შენთან უფრო მეტი კამათი. ხო, საერთოდ მოგეყვა. სხვა იოგი უნდა მოვიყვანო. საერთოდ მოგყარა ვიდეოს გეტყვა, არა მოაწესრიგოთ. საერთოდ ის მომენტი ლევან თუ მინდა ეს კაფეოთ გაუსვა ხაზი რა რომ ფიქრობ ერთ რამეს რა რომ ჩემი აზრით ან შეიძლება მინდა რომ ასე იყოს. ფიქრობ რომ უპირობო ურთიერთობა შესაძლებელია. ეს ერთი. მეორეც ერთი თუ პირობას დავდებთ უნდა იყოს კონფლიქტის რაობა გაგებული. კონფლიქტი ჩვენ ცნობიერებაში მოეზრება როგორც ნეგატიური მოვლენა. სიმძლეში გრე არ არის. რა თქმა უნდა. კონფლიქტი არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც ხელჩართულ ბრძოლაში ჩავება შენთან ფიზიკურად შეგერკინო, ან მენტალურად შეგერკინო, ან კონფლიქტი ნიშნავს მოთხოვნილების დალაგებას. საშუალება სინამდვილეში ეს თელი პროცესუალური არსის შერწყმები რომ განვიხილოთ, ჯერ კონფლიქტი ხდება და მერე შერწყმა. თუნდ ცხოველებში რო ვიგოთ, ხო ჯერ შერკინებიან და მერე ერთმანეთს ყველგან კონფლიქტია. ყველგან კონფლიქტი, ადამიანის შიგნით კონფლიქტია. მის გარეთ კონფლიქტია და ეს კონფლიქტი უბრალოდ ან დამანგრეველია, ან განმავითარებელი. არც განვითარება არსებობს კონფლიქტის გარეშე, ხო? ხო და თვითონ საკუთრივ კონფლიქტის წამოღება როგორც ნეგატიური მოვლენა, ახალ კონფლიქტს ქმნის შიგნით. ახალ კონფლიქტს, რომელზეც ფაქტიურად ფსიქიკური პროცესები გამორიცხულია რო ხდებოდეს. მე სხვა ეხა კონფლიქტზე ერთ რაღაცას ვიტყვი და მე მგონი ცოტა უკვე გაუშვი. დაურგვალდეთ. ბევრი კაცი. ანუ რისი თქვა მინდა, იცი? ამასიან თუ ყურებდი რაღაც იძულებული გამხადეს, რომ შემეხედა იმისთვის, რისი შეხედვაც არ მინდოდა, კერძოდ ტელევიზორისთვის. ხო და? და იქ იყო რაღაც რეალიტი შოუ, სადაც ადამიანები სულ კონფლიქტში არიან რა. და სასაცილო იყო რომ რეალიტი შოუს წარმომადგენლისა თვითონ ორგანიზატორი გამოვიდა რაღაც მომენტში და დატუქსა ეს მონაწილეები რომ ძალიან კონფლიქტში გადახვედითო. ამ დროს აი ამ შოუს პრინციპი არის ის რომ კონფლიქტი უნდა იყოს. იყოს, მაგრამ იმან დატუქს ძალიან ბევრი კონფლიქტიც არ იყოს. ანუ ხვდები რომ ესე იგი ადამიანები შეუშვეს იქ და იმისთვის რომ კონფლიქტი ქონოდათ, მაგრამ იმდენი რამდენიც საჭირო არის გადაცემის რეიტინგისთვის. ხვდები? რეალურად იცი რა არის მე ერთადერთი რაც გურულები რო იტყვიან წინობს რაც მწყინს და რაც არ მომწონს არც ქართულ საზოგადოებაში და არც ერთ საზოგადოებაში ის რომ ჩვენ ზუსტად ესე აი ამ რეალიტი შოუს წევრები წარმოიმისთვის მონაწილეები ვით და რაღაც საექსპერიმენტო ვირთხები ვით შეყრილები ვართ სოციუმის სახით ერთად ვართ და აი ეს ინსტიტუციები სახელმწიფოს სახით და კიდე სხვა ინსტიტუციები და მასმედია ჩვენ გვაძლევს მხოლოდ იმდენი აზროვნების უფლებას, რამდენი აზროვნებაც მათ აწყობთ თავიანთი მოგებისთვის და თავიანთი კეთილდღეობისთვის და კონტროლისთვის. გესმის და მე მგონია რომ აი ის კითხვა, რასაც ჟილ თელიოზი სვამდა და ყველა ფილოსოფოსი მანამდე რა არსებობს, ხო? ეს არის ძალიან აქტუალური, ისევ და ისევ ვამბობ იმას, რომ რა არსებობს, უნდა განიხილებოდეს იმასთან მჭიდრო კავშირში თუ როგორ ცხოვრობთ ჩვენ დღეს. და მე მგონია, რომ ეს იმხელა კითხვაა, რომ ამას ერთი კი არა,
100 პოდკასტიც არ ეყოფა, მაგრამ მე მგონია რომ ჩვენ დღეს რაღაც ოდნავ შევეხეთ ამ თემას, იმას თუ რა არსებობს პირადად ჩემთვის პირველ რიგში იგულისხმება რა არის ადამიანი, რა არის მისი ბუნება, როგორ არის მოწყობილი მისი ფსიქიკა, სული, რაც გინდა დაარქვი, რომ გავიგოთ ეს, იმიტომ რომ წარმოიდგინე რა რამხელა აბსურდში ვცხოვრობთ, რომ არსებობს ადამიანის შინაგანი სამყარო და არსებობს ადამიანის გარშემო აი ეს დაშენებული ზემოდან ეს სახელმწიფო და მთელი სოციუმი, რომელიც ამ შინაგან სამყაროს არ ითვალისწინებს. ანუ და თავს ახვევს დაბადების წამიდან წესებს, რომელიც მის შინაგან სამყაროს არ შეესაბამება. მაგაზე ვისაუბრეთ ამ ხვდები? ხო. და მე მგონია რომ პროგრესი და უკეთესი ცივილიზაცია მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი თუ ჩვენ უკეთესად გავიგებთ ადამიანის შინაგან სამყაროს და მისი შინაგანი სამყაროს მოთხოვნილებებს შეუსაბამებთ სოციუმს. და არა პირიქით. და არა პირიქით. რა მაგარი. ხო და ამას ემსახურება ეს პოდკასტი და მე გონია რომ რაღაცა კარგად შევეხეთ მაინც შეიძლება ძალიან ისე ვერ შევეხებოდით საათნახევრის განმავლობაში როგორც იმსახურებს ეს თემა, მაგრამ რაღაცა მაინც თქვით ისეთი რაც შეიძლება რაღაცას ვიტყვი, მნიშვნელოვანი იყოს, ხო? მე შენ ამაზე ბევრი გვისაუბრე, ამის მიღმას და ადრე ძველ სინამდვილეში შუამავალი სახელმწიფოს სტრუქტურასა და ინდივიდს შორის არის განათლება რა, შუამავალი, რომელიც ყველა ეგარი რაც არის განათლებაზე დგას ყველაფერი. იმიტომ განათლება რა არის? განათლება არის განათლება განსაზღვრავს როგორი იქნება ადამიანი. და მე ძალიან გულუბრყვილო უნდა იყოს რომ ჩათვალო რომ ერთხელაც თქვი რომ კარგად იყოს გაზრა. კიდე ერთხელ როგორი იყოს ადამიანი. აი ეს განათლების სისტემა განსაზღვრავს იმას თუ როგორი ადამიანები იქნება სოციუმში. და სახელმწიფო ამას ძალიან გულუბრყვილო უნდა იყოს რომ დაიჯერო რომ სახელმწიფო ამას არ აკონტროლებს. ხვდები? იმიტომ რომ შენ აი ხა წარმოიდგინე შენ რომ ორი ადამიანი წარმოიდგინე. ერთი რომელიც არის სოკრატესავით მოაზროვნე, ყველაფერს კითხვებს უსვამს და მეორე რომელიც არის მორჩილი ჯერა ყველაფრის რასაც ეტყვი, რომელი უფრო ადვილი სამართავია. და როგორი იქნება სოკრატე იქნება თუ ის ვინც ყველაფერს დაგიჯერებს, ამას განსაზღვრავს განათლების სისტემა. და განათლებას კურირებს განათლების სამინისტრო. განათლების სისტემაზე მაქვს წიგნი დაწერილი, რომელიც ეხლა რედაქტირდება და იმედია რომ მალე გამოვა. მაგრამ ნუ ეს რა თქმა უნდა ქვაკუთხედია ყველაფრის, მაგრამ საქართველოში ამაზე ჯერჯერობით საუბარი არ მიდის. ეს ცალკე დიდი თემა არის. მაგრამ მე მგონია რომ მაინც შევეხეთ იმას თუ რა არის სულიერი სამყარო, რა არის იოგა, რა არის ფსიქოლოგია და საერთოდ ჩემთვის თავარი ის არის რომ შევეხეთ თავარს. რა არის შინაგანი სამყარო და როგორ უნდა ვეხებოდეთ მას. ოდნავ მაინც შევეხეთ, ცოტათი მაინც და ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია, რომ ოდნავ მაინც ამას შევეხეთ. და როგორ განსხვავდება იცი რომ აი უზარმაზარ რაღაც თემაა და ცოტა რომ ვისაუბრეთ ის ამაკრა რა ქვია. მეც მაქვს ეგ განსხვავება, მაგრამ მე ეხლა დავიწყეთ ეს პოდკასტი და ეს თემა კიდე ბევრი კუთხით, ბევრჯერ ამოტივდება და მე კიდე იმედი მაქვს რომ შენც კიდე მოხვალ ჩემთან. დიდი სიამოვნებით, ხო. იცი რა რომ საინტერესოა იმ ხრივ რომ მოდი გეტყვი პირდაპირ რა. რატომ მომეწონა შენი პოდკასტი მაგას გეტყვი ხო? ცოცხლალი პროცესია განხილვის რა. რა თქმა უნდა. მე ამ პოდკასტისთვის არ მომზადებულ ვარ და არც ვიცოდი საით წავიდოდა, იმიტომ რომ ბიჭი ინტერვიუ არ უნდა იყოს პოდკასტი. რა თქმა უნდა, პოდკასტი არ არის ინტერვიუ. ინტერვიუ დებილობაა, ეხლა რა მუღამიც შერო. ვინც არ იცის, იმისთვის მინდა ვთქვა, რომ პოდკასტი გაჩნდა ზუსტად იმის გამო, რომ სატელევიზიო ფორმატი ვერც დროის მხრივ, ვერც ფორმის მხრივ, ვერც შინაარსის მხრივ ვერ იძლევა იმის საშუალებას, რომ ადამიანები ბოლომდე ჩაეძიონ თემას. ხო და ამიტომ გაჩნდა პოდკასტი.
და პოდკასტი თუ დაემსგავსა სატელევიზიო გადაცემას, ეს აღარ არის, ეს არის პროფანაცია. და მე მინდა გავაკეთო პოდკასტი და არა სატელევიზიო და მე შენი გადაცემა. პოდკასტის მიმართულება მომწონს იმაში, რაც შენ თავში თქვის, რომ რა ქვია, ხა მე და შენ წამოვაყენოთ თემები, რომელსაც ვეთანხმებით. ან არ ვეთანხმებით და აქედან პირიქით მეორე მოხდეს რა. კარგად მიდის შენი ამბავი იმ ამბავში, რომ პირველი განცდა რაც გქონდა გუშინში რომ დამირეკე იყო ეს შემდეგი რა, რომ ლევანთან იქნება კარგი საუბარი. განხილვა, სადაც კაი რაღაცეები დაიბადება, კაი რაღაცეებს შევხედავთ, განვიხილავთ, გამოწევთ და შე რომ მითხარი რომ აი ეს თემატიკაში რა ეს თემა მე თქვი ვაუ, всё, მივხედავ ის ბევრი საქმე მაქვს რა თემაში, მე თქვი რომ და წავიდე, იმიტომ რომ თვითონ ეს სპეციფიკა რომელიც შენ ეხა აი ამ თვალსაზრისით მოვიფიქრე ძალიან მაგარი. ძალიან დიდი მადლობა. კიდე ველი შენგან და კიდე გავიაროთ. კი, აუცილებლად. ესეთი მე მგონი გინდოდა რომ რაღაც წამოსულიყავი რომ იოგის დალაგებაში და აღმოჩნდი რომ არა ხო ეგ არაფერი რა თავარია რომ ვისაუბრეთ ცოცხლად და ხო მოვიფიქრებ რამე ისეთ თემას სადაც ვერ დავეთანხმებით ძნელია მაგრამ მაინც კაი ძალიან დიდი მადლობა აბა შენ აბა ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე სოკრატესთან